ეხა ახსენეთ რამდენიმე სახელი და გვარი, ვისაც შეხვედრილი ხართ პირადად, ხო, სემ ალტმანი იქნება თუ ეს ილონ მასკი, ესეთი გვარები. ვინ არის ტოპ 5 ესეთი სახელი და გვარი, ყველაზე გავლენიანი, ვისაც შეხვედრილი ხართ? აი, ვისაც გქონიათ ეს ურთიერთობა. ხო, ნუ სემ ალტმანთან მქონდა ურთიერთობა, მას წინათაც მქონდა შეხვედრა, ილონ მასკთან მქონდა რამოდენიმე შეხვედრა, ლარი პეიჯთან მქონდა. სხვათა შორის რამოდენიმე წლის წინ საქართველოში იყო ესეთი кейსი, სადაც თქვათ ავსტრალიის მოქალაქემ და ამერიკის მოქალაქემ ისეთი საბავშვო ფოტოსტუდია და ბუძნეს და სადაც ხდებოდა პულის შეთავაზების მხრივ საბავშვო სექსუალური ძალადობის მასალის შექმნა და მანდაც მოხდა ზუსტად ესე AI-ის მეშვეობით გაიხსნა ეს საქმე. ეს სადღაც უცხოურ საიტებზე ათავსებდნენ. ნუ ესენი დარკვევში ყიდდნენ ამ ყველაფერს. და ნუ ერთ-ერთი შემთხვევაში მოხდა ისე რომ ლამპა გამოჩნდა, უბრალოდ ქუჩის განათება გამოჩნდა და AI ამოიცნო რომ ეს ქუჩის განათება იყო გონიოში. ვაუ. ეს ავსტრალიის სხვათა შორის ავსტრალიის პოლიცია აიძიებდა ამ ყველაფერს და მე ვიცნობ, თქო აი გამომძიებელს ვინც ამას აკეთებდა. სხვათა შორის მე ვესწრებოდი აი ზუსტად იმ ადგილს და იმ შეხვედრებს, სადაც სემ ალტმანმა OpenAI გამოაცხადა პოლიციის მიერ AI-ის გამოყენება, ხო? აი თუდაც აი სახის ამოცნობის ტექნოლოგია. და ბევრ ქვეყანაში ეშინია საზოგადოებას იმისი, რომ აი პოლიცია ამას გამოიყენებს ცუდად. მოკლე შესავალს წავიკითხავ. თქვენი ესე ვთქვათ, მოკლე ბიოგრაფიას, თუ რამე შემეშალა შემისწორეთ. ირაკლი ბერიძე, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია არის. თქვენი დაარსებულია, ასევე როგორც ვიცი. ამჟამად ხელმძღვანელობს გაეროს პროგრამებს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა დანაშაულის პრევენცია, საერთაშორისო უსაფრთხოება და ეთიკა. და ბოლო კიდე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მუშაობდით OPCW, ალბათ ესე ეგრეითქვა ზუსტად. ორგანიზაცია, რომელსაც მიღებული აქვს ნობელის პრემია ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვაზე მუშაობდა ეს ორგანიზაცია და ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ნობელის პრემია მიღებული. ილონ მასკის ახსენეთ, ხო, მასაც შეხვედრილი ხართ? კი, როგორ არა, ილონ მასკი ესე დახოლოკარს მიღված ესეთი ეგეთია, როგორც ჩანს, რაც ექსცენტრული და არაორდინალური და თუ არა აინტერესებს. აი მაგალითად ილონ მასკთან მე პირველი საუბარი რომ მქონდა, ნუ მაშინ ვქმნიდით ზუსტად ამ გაეროს ცენტრს. ნუ შემდეგი რა იქნება, შემდეგი სვლა, OpenAI ალბათ რაღაც ესეთ ფიზიკურ მას გამოუშვებს, ნიფტს, რომელსაც თვითონ იძახიან, რომ იქნება ძალიან გამოყენებადი. კომპიუტერივით რაღაცა თუ აი არ ამბობენ ამას ზუსტად რა იქნება, ზოგი იძახის რომ იქნება რაღაცა, მაგრამ თლად ტელეფონი არა. ესეთი საქმეები რო გაქვთ და ესეთი საქმეები გაბარიათ უშიშროების სამიზნე არ ხართ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ალბათ ვარ სამსახურების ალბათ ვარ ხოლმე არ ვიცი ეხა ესე იყო ეგეთი მომენტები მე არ შეგეჩნევთ რომ გითვალთვალებ იყო რაღაც კი იყო ეგეთ რაღაც ქვეყნებში ქონდა თქვა აი მithumetes აი პოდკასტის მხარდამჭერია სოკარი ტრადიციულად და ასევე ამ ეპიზოდის მხარდამჭერია ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU. მოკლე ინფორმაციას გაგაცნობთ. BTU არის უნივერსიტეტი, სადაც შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის გონებას ხმით კითხულობს და შემდეგ შიფრავს. მეთოდი წარმოადგენს ხმოვან ტალღაზე დაფუძნებულ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანის მიერ საუბრისას წარმოქმნილ ინტონაციას, პაუზებს, რიტმს, ენერგიას და სხვა პარამეტრებს დეტალურად აანალიზებს და ამ მონაცემების საფუძველზე მაღალი სიზუსტით და უმოკლეს დროში ადგენს ადამიანის ფუნქციურ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას. ამ პროექტის შესახებ, ვისაც გაინტერესებთ დეტალური ინფორმაცია, აღწერაში იქნება მითითებული ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ. დღეს კი ჩვენი სტუმარია ირაკლი ბერიძე. ძალიან გამიმართლა რომ ესე დავემთხვეთ დროში რომ მოვახერხეთ ამ პოდკასტის ჩაწერა და რატო გამიმართლა ეხა მოკლე შესავალს წავიკითხავ თუ რაღაცა თქვენი ესე ვთქვათ მოკლე ბიოგრაფიას თუ რამე შემეშალა შემისწორეთ ეს ChatGPT-ს ვკითხე. ანუ დღეს თემა არის ხელოვნური ინტელექტი და მოკლედ ირაკლი ბერიძე ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია არის. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი თქვენი დაარსებულია, ასევე როგორც ვიცი. ტექნოლოგიური და ინოვაციების გლობალური უსაფრთხოებისა და პოლიტიკის განვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 25 წელია. 25 ChatGPT 20 წელიო. ამჟამად ხელმძღვანელობს გაეროს პროგრამებს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა დანაშაულის პრევენცია, საერთაშორისო უსაფრთხოება და ეთიკა. ეს სწორია.
პრინციპში სწორია. ასევე კონსულტაციას უწევს მთავრობებს აკადემიურ სფეროს და კერძო სექტორს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის საკითხებში და ბოლო კიდე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მუშაობდით OPCW, ალბათ ესე ქვია, ორგანიზაცია, რომელსაც მიღებული აქვს ნობელის პრემია ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვაზე მუშაობდა ეს ორგანიზაცია და ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ნობელის პრემია მიღებული. ყველაფერი სწორი იყო. ყველაფერი სწორი იყო, კი ბატონო. დავიწყოთ პირველი შეკითხვით. ხელოვნური ინტელექტიც გამოჩნდა, არის ხომ ესეთი შედარებები, რომ ისტორიას რო გადავხედოთ, რაღაც ატომური ბომბის გამოგონებას უდრის იმ ხელისუფლებების გამოწვევა შეუძლია, როგორც თავის დროზე ატომური ბომბამ გამოიწვია და ეგრეა, სწორი შეფასებაა ეს. ხო, ნუ პირველ რიგში მადლობა დაპატიჟებისთვის და მეც მიხარია რომ თქვენთან ვარ და ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორც არის თქვა ხელოვნური ინტელექტი, ალბათ მომავალი და როგორ ვქნათ ისე რომ ეს ამ ტექნოლოგიამ ჩვენ სარგებელი მოგვიტანოს და რისკები რაღაცა მინიმალურად, თქვა მინიმალურზე რომ დავიდეს, ხო? და რა მომავალს გვირდება. კი, ну ახლა რაც შეეხება ატომურ იარაღთან ანალოგი, ძალიან ხშირად მოაქვთ ეს ანალოგი, ჩემსაც უკითხავთ, რომ აი თქვა არის თუ არა, ну პრინციპში ხელოვნური ინტელექტი არის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ზოგი ამბობს, რომ შეიძლება არის ბოლო ტექნოლოგია, რაც კი ადამიანმა საერთოდ გამოიგონა და ამის მერე, ну უკვე ჩვენ აღარ მოგვიწევს არაფრის გამოგონება და ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს ამას. ხო და რაც თუ პრინციპში ხარ რომ დაფიქრდე, საკმაოდ მასშტაბური რამეზე ვსაუბრობთ, ხო? თუ ეს ბოლო ტექნოლოგია რაც ჩვენ გამოვიგონეთ, ესე იგი, ну ჩვენი არსებობა რაღაცა მხრივ, ну ესე საზღვარზეა იმასთან, საერთოდ რა იქნება, რანაირები ვიქნება. შეიძლება გაცილებით მეტია ვიდრე ატომური ბომბა მაშინ. მაგ შემთხვევაში გამოიწვია ძალიან გაცილებით მეტია. ახლა ატომურ ბომბას რაც შეეხება, ატომური ბომბა თავიდანვე პრინციპში აიგრძალა და ქვეყნებსაც აეგრძალათ მისი ქონა, დღეს ვთქვათ 8 ქვეყანა სულ, უბრალოდ 9 ქვეყანა, ანუ ერთი უბრალოდ არ აღიარებს, არც აღიარებს და არც იძახის რო გვაქო. ხო, სულ 9 ქვეყანა რომელსაც ატომური ბომბი აქვს, არსებობს უკვე საერთაშორისო კონვენცია, რომელიც გრძალავს სხვა ქვეყნებმა რომ საერთოდ გქონდეთ. ვისაც აქვთ შეუძლიათ რომ შეინარჩუნონ, ვისაც არ აქვთ, შექმნის უფლებაც არ აქვთ. და ნუ ეს რეგულირდება საერთაშორისო წესებით. აი MPT არის ესეთი ხელშეკრულება, რომლითაც ეს რეგულირდება. ამიტომ აქ უკვე მეტნაკლებად გარკვეული. ხა რა იქნება მომავალში არ ვიცით. ხო შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქო ბევრმა ქვეყანამაც კი შექმნას ატომური იარაღი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აკრძალულია. ხა AI-სთან მიმართებაში ესეთი რამ საერთოდ არ გვაქვს. პრინციპში როგორც ასეთი საერთაშორისო რეგულაცია, ჩარტერი, კონვენცია არ არსებობს, ჯერჯერობით და მაგაზე მე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამიტომ დღეს ვართ აი იმ სიტუაციაში, როდესაც პრინციპში ძალიან ბევრი რამ იქნება ამ ტექნოლოგიასთან მიმართებაში და ამ ტექნოლოგიით უკვე და ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით. ამიტომ ეს რაღაცა ძალიან სწრაფად მოხდა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. ნუ ამას პრინციპში თავისი მიზეზებიც აქვს და მე შეგვიძლია ავხსნათ ახლა რატომ მოხდა ეს. საერთაშორისო დონეზე დღეს რა აი დღევანდელი მონაცემებით რა არის მთავარი საკითხი? ეს არის თქვათ ომში გამოყენება, ტერორიზმში გამოყენება, რაღაცა თავი გამოწვევა რა არის? ქვეყნები როცა ლაპარაკობენ რაღაც შეთანხმებაზე თუ არის ესეთი ლაპარაკი? ხო, ბევრი რამეა პრინციპში ახლა ეს ძალიან მასშტაბური თემაა. ნუ აი რა გვაქვს ახლა? ვთქვათ, გაეროში, როდესაც დაიწყო საერთოდ ეს თებები და ნუ მე ჩვენ ამ ცენტრის ისტორიასაც მოგიყვები ალბათ თუ გაინტერესებს. ხო, კი, რა თქმა უნდა. ხო, როგორ შევქენით, ნუ 10 წლის წინ ჩემი ინიციატივით მოხდა ამისი გაკეთება. ეს არის დაახლოებით 2014-2015 წლები და 2015-ში ჩავატარეთ პირველი შეხვედრა გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში ხელოვნური ინტელექტის მე ხელმძღვანელობდი ამას ამ შეხვედრას და ნუ ამან გამოიწვია ძალიან საინტერესო არაორაზროვანი თქვათ რეაქციები ხო მონაწილე ქვეყნებიც ესწრებოდნენ ექსპერტები ესწრებოდნენ ნიუ-იორკში წარმოიდგინეთ ნუ შეხვედრა არის პირველი AI ნუ უმეტესობამ არ იცის რა არის ეს AI იქ იყვნენ ხალხი რომლებიც როდის იყო ისა 2015 წელს 2015 წელს ზუსტად 10 წლის წინ ხო ნუ ეს რა დროა იცი რომ აი გაეროში AI არავის არ უხსენებია ამ მომენტში. მაშინ გენერალური გაგებული ალბათ მაგდროს რო არსებობს ეგეთი. მაშინ გენერალური დივანი იყო ბან კი მუნი საერთოდ ნახსენებიც არ ქონდა AI. და ამ დროს ვაკეთებ ამ შეხვედრას, ნუ ექსპერტები ყავს მოწვეული, საკმაოდ ცნობილი პროფესორები, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, პლუს ნუ ეს მონაწილე ქვეყნები ელჩები და ასე შემდეგ და ნუ ესე მიყურებენ, რომ ეს რა გააკეთა ამ შეხვედრის მერე აი ხო რა ესეთი ფაქტიც მოხდა რომ ორმა საკმაოდ ესეთი მაღალჩინოსანმა პრინციპში გენერალ დივნის მოადგილებმა
წერილებიც დაწერეს, აი Unicron-ის ხელმძღვანელობასთან, რომ ირაკლიმ ჩაატარა რაღაცა სამეცნიერო ფანტასტიკის დონის გაურკვეველი შეხვედრა, რომელიც ლაპარაკობს ისეთ ტექნოლოგიაზე, რომელიც არ არსებობს, ან შეიძლება ზღაპრის დონეზეც არის, ამის გამო მე მობიცე ახსნა გარბარტებების გაკეთება, რომ რატო გავაკეთეთ ეს. და აი ეს პერიოდი არის 2015-დან 17-მდე საკმაოდ რთული პერიოდი იყო AI-ის განვითარებისთვის, იმიტომ ყოველ შემთხვევაში აი ამ გაეროს დონეზე, იმიტომ რომ პრინციპში არავის არ ჯერა, რომ ეს ტექნოლოგია საერთოდ შესაძლებელია ან არსებობს. მაშინ ეს კომპანიები დღეს რაც ვიცით, იყვნენ, ვთქვათ, OpenAI და ესენი არსებობდნენ თუ ჯერ არა? არა, OpenAI არ არსებობდა, OpenAI სადაც 2017-ში სამ ალტმანმა გააკეთა, სხვათა შორის მე ვესწრებოდი აი ზუსტად იმ ადგილს და იმ შეხვედრებს, სადაც სამ ალტმანმა OpenAI გამოაცხადა. და ილონ მასკიც იყო ამ კონფერენციაზე და ილონმა ინვესტიციებიც გააკეთა ამ კომპანიაში ძალიან ესეთი საინტერესო ის იყო კონფერენცია იყო ასილომარში კალიფორნიაში გაეროდან მე ვიყავი ერთადერთი დაპატიჟებული რომ ვიყავი ერთადერთი ვის ამ თემებზე ლაპარაკობდა და პლუს ვქმნიდით ამას სამ ალტმანიც იყო იქ ილონ მასკიც იყო შვილებთან ერთად სხვათა შორის და რაღაც ის აკეთებდა იქ პატარა შვილები ყავდა 11-ის 9-ი და 6-ის მოყვანილი და მთელ კონფერენციას ხელით აწერინებდა და ზემოდან ედგა რომ ჩაიწერეთ და ეს ბავშვები ძალიან შემეცოდა ეს სხვათა შორის მაშინ რაღაცა ყველაფერი რაღაც არაორდინარულად უნდა გააკეთოს ყველაფერი ჩვეულებრივად არ ფსარშვება მაგი ლერი პეიჯი იყო თქვა Google-იდან დამფუძნებელი და მაგასაც რო შევხვდი პირველი რეაქცია მქონდა რომ აი რა უნდა უთხრა ხალ Google-ის დამფუძნებლებს და მადლობა მეთქი Google-ი რომ შექმნით რომ ყველანი ვიყენებ ძალიან გაეცინა ამას სხვათა შორის ხო მე მოკლედ 2015-დან 2017-მდე არის პერიოდი გაეროში როდესაც AI-ის პრინციპში დეპარტამენტი პროგრამა არაფერი არ არსებობს ორგანიზაციები ცდილობენ რაღაცა თავისი შექმნა აი მე ვქმნი ამ ცენტრს რომელიც პრინციპში უნდა იყოს მასშტაბური ცენტრი ამ ეტაპზე და თან ყავს გენერალური მდივანი რომელიც AI-ზე არ ლაპარაკობს და ამ დროს 2017-ში მოვიდა ანტონიო გუტერეში პრინციპში თავისი განათლებით ინჟინერია და ეს ტექნოლოგიური საკითხები ესვის და პირველი სპიჩი პირველი მოხსენებას რასაც აკეთებს იქ იძახის რომ AI არის game changer ესე იგი AI არის რაღაცა საოცარი შემცვლელი ტექნოლოგია ამობეჭდეს და იმ ხალხს გაუგზავნე რომელიც ჩემს აწინააღმდეგ ლაპარაკობთ რომ არ არსებობს აქედან უკვე იწყება ის პერიოდი როდესაც გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციები თავისი მანდატის თქვა შესაფერისად და შესაბამისად ცდილობენ რომ დაიწყო რაღაც პროგრამები ახალი და მაშინ შევქმნით ჟენევაში ესეთი AI for Good Summit-ი სადაც აზრი იმაში იყო რომ უნდა მოგვენახა აპლიკაციები რომლებიც AI-ს გამოიყენებდნენ აი გაეროს გრადი განვითარების გეგმების შესასრულებლად ხო და აქ უკვე ხა 17 გეგმა ნუ ყველაფერს მომცავი აქ თქო საუბრობთ შიმშილის დაძლევაზე აქ საუბრობთ თქო სუფთა წყლებზე აქ საუბრობთ ეკონომიკურ საკითხებზე და ყველაფერზე რა პრინციპში უსაფრთხოების საკითხებზე და ასე შემდეგ შემდეგ იწყება ლაპარაკი ცოტა უკვე რეგულაციებზე და ესეთ რაღაცა საერთაშორისო შეთანხმებებზე რომ როგორ მოვიქცეთ ისე რომ უკვე აშკარა გახდა ამ ეტაპისთვის, აი ეს არის სადღაც ესე ვთქვით 18-19 წელი, აშკარა ხდება რომ ეს ტექნოლოგია რეალურად სერიოზული ტექნოლოგია, სწრაფად ვითარდება ძალიან. პირველი თუ შეგიძლიათ გახსნათ რა იყო რამაც აი ეს დაანახა ყველას, რომ აი ეს უკვე ეს თეორიის დონეზე ყველას გამის გაგება გაუჭირდებოდა, მაგრამ პრაქტიკაში იყო რამე ესეთი? იყო, აი მაგალითად ალბათ ყველაზე ესეთი მაგალითი არის, აი ესეთი აზიური თამაში რო არის Go, თუ გაგიგიათ რა. ხო, აი ჭადრაკს გავს, ოღონდ ბევრად სხვანაირია და ბევრად რთულია, იმიტომ რომ ბევრად მეტი კომბინაცია ამ Go-ში, ესეთი პატარა ფიშკები ვითარი, რომელიც უნდა გადაადგილო, მოკლედ, ეს აზიაში ძალიან პოპულარულია. და მოხდა ესე რომ AI-ზე შექმნილმა აპლიკაციამ Go-ს მსოფლიო ჩემპიონი მაგ დროისთვის კორეელი იყო ესეთი კაცი ლისე დოლი ერქვა რომელსაც მოუგო 5 თამაშიან სერიაში 4-1 და ნუ ეს იყო შოკი მით უმეტეს აზიური ქვეყნებისთვის და მით უმეტეს ჩინეთის ჩინეთმა პრინციპში აი ამ Go-ს მსოფლიო ჩემპიონის დამარცხების შემდეგ გამოაცხადა AI-ის ეროვნული სტრატეგია ეს საუბრობთ სადაც 2016 წლის ბოლო 2017 წელს პირდაპირ ნათქვამი არის ამ სტრატეგიაში რომ აი ეს რო დაინახეს რომ ეს Go-ს მოუგო უკვე პროგრამამ ანუ AI მაშინ ზოგი AI-ს არც ეძახდა რა რაღაცებს ესე ეძახდნენ ხო პირდაპირ იყო აი მისი ტრიგერი აი მისი თქვა გამომწვევი რომ
რაღაცა საოცარი ხდება და აუცილებლად უჭირდება და ჩინეთი პრინციპში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც შექმნა ეროვნული სტრატეგია AI-ზე. მერე მოყნენ კანადა იყო, მერე უკვე კორეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა დღესდღეობით პრინციპში აი ძალიან აუცილებელია ჩემი აზრით, რომ ქვეყანას კონდეს AI-ს ეროვნული სტრატეგია. თუ სადაც გაიწერება რომ რა გაქვს, ანუ რა ტექნოლოგიას ხმარობ შენი ეროვნული პრიორიტეტებისთვის და პლუს ამას ემატება რას გინდა რომ მიაღწიო და როგორ გააკეთო ეს. თუ როგორ უნდა გააწერო საბიუჯეტო ხარჯები, სად უნდა დახარჯო და რანაირად უნდა მიხვიდე ამამდე. ნუ ეს იქნება გინდა განათლება, გინდა უსაფრთხოება და ასე შემდეგ და ხა გაეროს პერსპექტივიდან და ჩემი პირადი პერსპექტივიდანაც ნუ ძალიან ხშირად ვიძახი რომ აი ნიშნულოვანია რომ ყველა ქვეყანას კონდეს ეს. რომ არ მოხდეს ისე რომ თქვათ რაღაც მომენტში ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში სადაც ერთი ნაწილი აი ძალიანო განვითარდება და დანარჩენი ნაწილი რო არ განვითარდება. ხო, აი ესეც მინდა ვკითხოთ ჩვენი როგორი უნდა იყოს, მაგრამ ნუ ჯერ დავათავოთ ამაზე და მე მივიდეთ მაგამდე. ხო, ნუ აი ეს პერიოდია დაახლოებით ამ დროს უკვე გაეროში დავიწყეთ ძალიან ბევრი რაღაცის კეთება. ჩემი ცენტრი 2017-ში გაიხსნა ჰააგაში. Unicri. ხო, Unicris AI-ის და რობოტიკის ცენტრი. ნუ ეს იყო პირველი და პრინციპში დღესდღეობითაც ერთადერთი არსებული ესეთი მასშტაბური გაეროს სტრუქტურა, რომელიც კურირებს AI-ის განვითარებას. ხა ჩვენ უყურებთ სხვადასხვა საკითხებს ეს ამ ცენტრის ძირითადად უყურებთ თქვა კრიმინალთა ბრძოლა, მართლმსაჯულების საკითხები, ადამიანის უფლებების საკითხები, ეხლა უკვე დავამატე AI literacy, რომ ყველა მიცოდეს AI როგორ უნდა იქნას გამოყენებული სწორად, პასუხისგებლიანად, ისე რომ თქვა შენ აქედან ბენეფიტები მიიღო და არ დააზიანო, თქვა ან სხვისი უფლებები ან საკუთარი თავი ან ვინმე სხვა. ხო, ჩემად დამითხრა ცოტა ხნის წინ რომ გერმანიაში სკოლებში ასწავლიან უკვე უმაღლეს კლასებში AI როგორ გამოიყენონ. ხო, რა თქმა უნდა, რა ჩემი აზრით დღესდღეობით ყველგან უნდა ისწავლებოდეს AI როგორ უნდა გამოიყენო, AI-ით როგორ უნდა იმუშაო და ნუ ეხა ეს პრინციპში ძალიან ისეთი დიდი თემაა, რატო ეხლა სკოლის მოსწავლეებს ვისაც დაელაპარაკები, დღესდღეობით ყველა იყენებს უკვე AI-ს. მე არ ვიცი ხა ესეთი ვინც თქვათ არის, ნუ ძირითადად ChatGPT-ს ან რაღაცა სხვას, ხო? არ ვიცი თუ ნახე ამ ბოლო დროს იყო, აი ერთ-ერთ დამამთავრებელ კლასის ბავშვმა აი graduation-ი რო დამამთავრებელის რო და მადლობას რო უხდიან ხო მასწავლებლებს. ხო, პირველი რომ რომ ChatGPT-ს გადაუხატა, რომ ჩემი დამთავრებისთვის ChatGPT-ს მადლობა გადაუხატა. ხო, ეხლა ეს უკვე იმისი მაჩვენებელია, რამდენად მასშტაბურად შემოვიდა. ეხლა ჩვენ საუბრობდით 2015 წელს და თქვა 10 წელიწადში ეს მოხდა რაღაცა მასიური ინფილტრაცია აი ამ ტექნოლოგიის. ხო, ეხლა განათლებაზე თუ გადავალთ, ალბათ დრო მოვიდა ერთი რომ რა თქმა უნდა ყველგან უნდა ისწავლებოდეს AI-სთან მუშაობა, მეორე რა თქმა უნდა ყველგან უნდა ისწავლებოდეს რისკები. ანუ ბავშვებს უნდა ესმოდეთ ძალიან კარგად და ასევე ვთქვათ ამ საგანმანათლებლო სტრუქტურებსაც რომ რა რისკებთან გვაქვს ჩვენ საკითხი რომ როგორ უნდა ვქნათ ისე რომ ამათმა ვთქვათ თავის აფრთხეში არ ჩაიგდონ და მესამე რომ როგორ უნდა მოხდეს ვთქვათ ამისი უფრო და უფრო განვითარება და ბენეფიტების მიღება. პლუს როგორ უნდა მოხდეს შეფასება. იმიტომ რომ რაღაცები ალბათ შეიცვლება რა. ეხლა შენ დღეს თუ იგივენაირ დავალებას აძლევ სკოლის მოსწავლეს, რასაც აძლევდი 4 და 5 წლის წინ, ან გამოცდას აკეთებ კიდე, ნუ ვეღარ გააკეთებ ესე. ხო, ამოცანები რომ დამოგიხსნა. ხო, იმიტომ რომ ChatGPT ამოგიხსნის ამას, ან ნუ ნებისმიერი AI ამოგიხსნის ამას და მოიტან და ნუ ხო, მიწერაც აღარ უნდა ფოტოს გადაუღებ და პასუხს. აი ხა როგორც თქვათ სამსახ გაეროში ესე არის ყოველ შემთხვევაში და ესე იყო რომ პირველ ვაკანსიაზე ადამიანი რო შემოიტანს, ნუ პირველ ფილტრს აკეთებ რაღაც ესეთ short lists და ამ short list-ის მერე უტარებ წერილობით გამოცდას. ხო, წერილობით გამოცდა როგორ იყო? 3-4 კითხვას უგზავნი ადამიანს, საათნახევარს აძლევ და ის პასუხებს გიგზავნის და ნუ ამას დაარეგისტრირებ და 10 კაცი ჩაატარებს, მერე წაიკითხა რომელმაც. ხა დღესდღეობით ეს გამორიცხული ამას უკვე გამოგიგზავნის პასუხებს. გამოგიგზავნის და ყველა ერთ პასუხს გამოგიგზავნის სხვადასხვა. ხო, ნუ დაახლოებით ეს. ცოტა უტრირებ, მაგრამ ნუ პრინციპში ეს არის. ამიტომ ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეიცვალოს. იგივე ვთქვათ, აი ამ გამოცდო პროცესიც იქნება თუ შეფასების სტრუქტურაც თუ სკოლებში მithumetes. მეორე ვარიანტია რომ უნდა აგრძალო AI და ხა ნუ AI-ს ვერ აგრძალავ ჩემი აზრით და ნუ ეს ძალიან ძირეულად სულის ალბათ განათლებას. ხო, მარტო ის არის რომ რაღაცა დავამატოთ. თლიანად შესაძლებელი იქნება მიდგომა განათლებისადმი ალბათ, იმიტომ რომ ბევრი განათლება ჩადებულია რაღაცა რომ ისეთი უნარჩვევები გაგივითაროს ცხოვრებაში რომ
მაგრამ ეს ყველაფერი თუ 2 წუთში გაიკეთეთ ChatGPT-ს საჭირო აღარ არის, აბა მაშინ აი ახლა პრინციპში რო წარმოიდგინო, რომ აი თქვა აი სკოლის საჭიროების საკითხის დადგება თითქოს რა, რა თქმა უნდა, ალბათ საჭირო იქნება, მაგრამ ფორმის შეცვლა მოუწევს რა. აუცილებლად, მოდიფიცირებული ფორმით მოხდება, ალბათ საკმაოდ სწრაფადაც, მაგრამ აი წარმოიდგინე ხა 30 წლის წინ, თქვა 40 წლის წინ სკოლა, სადაც არ იყო კომპიუტერი, ხო? წარმოიდგინე რა სკოლაში ვიყავ 30 წლის წინ. ხო, მეც ვიყავი ასევე. ხო, ჩემ სკოლაში სულ სხვანაირი მიდგომა იყო, სულ სხვანაირად ხდებოდა შეფასებაც, დავალებების გაკეთებაც, თუ სხვა როგორც აი ესე შეიცვალა, ეხაც ესე შეიცვლება. საშიში ამაში არაფერი არ არის, თუ სწორად გავაკეთებთ. ჩემი აზრით, ხო? სხვა რა გზა. ხა არიან ხალხი, რომელიც იძახს, მოდი ავგზავნოთ, თქვა რაღაცა AI. ხო, ეგ იგივეა, რომ ხა spell check-ი რო შემოვიდა კომპიუტერში და ეშინოდათ ხალხს, რომ მოდი ავგზავნოთო, იმიტომ რომ კალკულატორზე ვიგზავნოთ მათემატიკის მასწავლებლები. შეუძლებელია. ხო, დღესდღეობით უბრალოდ უნდა გააკეთო ისეთი, თქვა დავალებები, ისეთი შეფასების სისტემა, რომ პირდაპირ აპრიორში ჩათვლი, რომ ის იყენებს AI-ს და მე რა უნდა გამოიყენოს კიდეც, იმიტომ რომ უნდა იცოდეს იმასთან სწორად მუშაობა. კი. ხო, ნუ აი დაახლოებით აი ესეთი სიტუაცია. ხო, ამის მერე ხა რა მოხდა, ნუ ისტორიულად რო გავყვეთ, ხო? სადღაც დაახლოებით ესე უკვე აი 2021-დან დაწყებული, ნუ გაეროში მასიურად ყველა ორგანიზაციამ შექმნა თავისი მეტნაკლებად რაღაც პროგრამა. დღესდღეობით ეს 50+ ორგანიზაცია არის გაეროში, რომელსაც აქვს პროგრამები, ნუ ზოგი წარმატებულია, ზოგი შეიძლება ნაკლებად ესეთი მასშტაბური, მაგრამ ყველგან არის რაღაცები, აი ჟენევაში რო ვატარებთ ხოლმე წელიწადში ერთხელ ამ AI for Good Summit-ს, აი კარგად ჩანს. ხე ჩემი ცენტრი თანადამფუძნებელია ამ სამიტის, სანამ შეიქმნებოდა, მანამდე შევიკრიბეთ და ნუ რამოდენიმე ორგანიზაცია ვიყავით, ვინც ეს დავაფუძნეთ და ნუ ახლა წელს უკვე ქონდა ძალიან 44 ეს იყო ჩამოსული ორგანიზაცია, ყველა ქვეყნის წარმომადგენლები, Sam Altman-ი, Amazon-ის CEO და ასე შემდეგ და ნუ ბევრი რაღაცები ხდებოდა. ბევრი მაგარი აპლიკაციები არსებობს უკვე, რომელიც გამოიყენება, ვთქვათ, აი ამ გრადი განვითარების გეგმების შესასრულებლად და უკვე მივედით პრინციპში აღიარებულიც არის, რომ ამის გარეშე შეუძლებელია, რომ რაღაც სერიოზულ მიზნებს მიაღწიო. ან სერიოზულ პროგრესი განიცადო. ხო? ნუ აი მე თუ კიდე მოგიყვები ჩვენი ცენტრის პროექტებზე და კი, თქო, და ხო, შემდეგი მაგაზე მინდა გადასვლა. კონკრეტულად აი დღეს ყოველდღიური მუშაობა მიდის, თქო, რაღაცა როგორი რეგულაციები იყოს საერთაშორისო დონეზე, კიდე აი რა არის ისაზეც მუშაობთ დღეს. თქო, რაღაცა რეკომენდაციები იქნება, თუ ეს არის რაღაც ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები, თუ რა დღეს ბევრი რამეა. მაგალითად, ხე ჩემი ცენტრის ესეთი პრიორიტეტები არის, ნუ აი თქო, ძირითადად ესეთი 3. პირველი არის, რაც შეეხება აი რეგულაციებს და აი იმ სტანდარტების შექმნას, რომ სწორად იყოს AI გამოყენებული. აი თქო, გვაქვს ძალიან დიდი პროექტი ინტერპოლთან ერთად. ეს პროექტი დავიწყე 2017 წლიდან და შევქმნით ესეთი გლობალური შეხვედრები ქვია, რომელსაც წელიწადში ერთხელ ვაკეთებ, ძირითადად სინგაპურში ტარდებოდა და ეხლა სხვადასხვა ქვეყნებში, აი ხა იქნება თუ აგვისტოს თვის ბოლოს ბრაზილიაში ვაკეთებთ ეგეთ შეხვედრას, სადაც ვიწვევთ სულ ყველა პოლიციური სტრუქტურების წარმომადგენლებს და ნუ მიზანი იყო, რომ მოხდეს გაცვლა ინფორმაციის, ვინ რა AI-ს იყენებს, ვინ რა AI უნდა გამოიყენოს კონკრეტული თქვათ სხვადასხვა კრიმინალთა ბრძოლასთან მიმართებაში, რა არის ეფექტური, რა არის ნაკლებად ეფექტური, როგორ უნდა მოხდეს ეს აი გლობალური თქვათ აზრთა გაცვლა, ინფორმაციის გაცვლა და დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხა რო დავიწყეთ, მაშინ ძალიან ის იყო 2018-ში გავაკეთეთ, თუ ეს პირველი შეხვედრა და აი ესე აი თითზე ჩამოსათვლელი აპლიკაცია იყო, თქვათ, პოლიციაში, რასაც იყენებდნენ წლევანდელ შეხვედრაზე გვაქვს აი 1000-ობით AI აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება პოლიციურ სტრუქტურებში. ხო, და ამ მიმართულებაში რას ვაკეთებთ? შევქმნით ესეთი სპეციალური მართვის ნუ გაიდლაინები თუ წიგნი რითიც თქვა უნდა იხემძღვანელოს პოლიციურმა ორგანოებმა რომ AI გამოიყენონ პასუხისმგებლიანად, ნუ ესე ვეძახით, პასუხისმგებლიანად, ანუ ისე რომ რისკები აიცილონ თავიდან და თქვა ბენეფიტები დარჩეს, ხო? ეს
toolkit-ი ეს თქვათ ინსტრუმენტი 2013-ში, უпростоოდ 2023-ში გამოუშვით და 15 ქვეყანა უკვე იყენებს. და ახლა ახალი პროექტი დავამატეთ, რომლითაც ხდება სხვადასხვა ქვეყნებში აი ამ ინსტრუმენტის იმპლემენტაცია უკვე ადგილზე. ანუ რეგულაციებზე მიბმა და ადგილზე ამის იმპლემენტაცია რო ქვეყნებმა უკვე ეს სწორად გამოიყენონ და პოლიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესეთი ძალიან სენსიტიური საკითხია AI-ს პოლიციის მიერ გამოყენება. რადგანაც იმიტომ რომ კრიმინალები აუცილებლად გამოიყენებენ და ტერორისტები და მან ბევრი რამეა, რომ ერთი რომ კრიმინალები იყენებენ, აუცილებლად გამოიყენებენ კი არა, უკვე იყენებენ და პოლიციამ უნდა იცოდეს კრიმინალები როგორ. მეორეა რომ ზოგადად ბოდიში, ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს მეგონი ჯერ კრიმინალები უფრო ჩქარა ითვისებენ ხოლმე და ტერორისტები და მერე ზაბარდალ დამცავები. ხო, არის, ეს რაღაც პარალელური პროცესია, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი ის გვაქვს, თქვათ, შემთხვევა გაქვს, სადაც კრიმინალები იყენებენ და როგორ იყენებენ და ასევე პოლიცია ძალიან ბევრს იყენებს. მაგრამ მე ისე თქვა მინდა რომ საზოგადოებასაც ბევრი კითხვა აქვს. რა თქვა, აი საზოგადოებისთვისაც ძალიან სენსიტიურია პოლიციის მიერ AI-ის გამოყენება, ხო? აი თუნდაც აი სახის ამოცნობის ტექნოლოგია. და ბევრ ქვეყანაში ეშინია საზოგადოებას იმისი, რომ აი პოლიცია ამას გამოიყენებს ცუდად. ხო, ახლა ჩინეთში რაც ხდება, რომ უკვე მთელ ქუჩებში ყველგან არის სახის ამოცნობი. ხო, ჩვენი განსახილება ცოტა ისეთი ხო, ბევრ ქვეყანაშია უკვე. დისტოპიური ფილმები რო არის, იმის სცენარს გავშთა, ცოტა საჭირო არის. ალბათ ფილმების გავლენაა ეგ, რომ გვიშინია მაგის. ხო, და ნუ სახელმწიფოს პრინციპში აქვს მანდ უნარი, რომ თქვათ არასწორად გამოიყენოს და ბოროტად გამოიყენოს, ხო? ის ადამიანი თქვათ მივიდა სიტყვაზე დემონსტრაციაზე და მეორე დღეს შესამსახურიდან გაუშვით. ხო, იმიტომ რომ დაინახე რა გააკეთა, ხო? და არის საზოგადოებები, რომლებიც ხდება უკვე, ხო? ამას იღებენ. არიან საზოგადოებები იღებენ ამას და თქვათ, არგუმენტია რომ სამაგიეროდ კრიმინალი გვაქვს დაბალი და აი ჩვენი საზოგადოება ამას იღებს. არის საზოგადოებები მით უმეტეს ევროპაში, რომელიც ამას არ იღებს და პირიქით რა ძალიან დიდი პროტესტი უჩნდება და ამაზეც გვაქვს სხვათა შორის ერთი ეგეთი პროექტი, აი ნორვეგიის მთავრობასთან ერთად, რომ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებასა და თქვათ აი ამ AI-ის გამოყენების ეს რაღაცა სიმბიოზი, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არ არის საშიში, სწორად იქნას ახსნილი და პრინციპში აი ეს მეორე სახელმწიფომაც გაითავისოს, რომ აი საზოგადოებას პრინციპში ეშინია. ხო, საშიში, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი იარაღი არის მთავრობის ხელში და არის განსხვავება რომ რაღაც კულტურების მიხედვით ან რაღაცა ეკონომიკური განვითარების მიხედვით რომ საზოგადოებები უფრო ენდობიან ამას და რომლებიც უფრო ეშინიათ. როგორ არ არის განსხვავება? ძალიან დიდი განსხვავებაა პრინციპში, ხო, აი ნაკლებად უფრო ეკონომიკური, უფრო კულტურული ალბათ და უფრო აი სახელმწიფოებიდან გამომდინარე. ხა სიტყვაზე აი ჩვენ თქო ძალიან აქტიურად მუშაობთ სინგაპურის მთავრობასთან, სინგაპურის სხვადასხვა სტრუქტურებში. ხა სინგაპურში ძალიან ენდობა საზოგადოება სახელმწიფოს მიერ AI-ის გამოყენებას. და პრინციპში პროტესტი არ არის. ალბათ დემოკრატიის ხარისხიც უფრო მაღალია, უფრო ენდობიან. აი არ ვიცი, მთლად ესეც არ არის, ხა თქვა, ხო, სინგაპურში დემოკრატიის ხარისხი მაღალია, სამაგიეროდ თქვა პროტესტი აკრძალულია, ხო, ესე ქუჩაში პროტესტი უბრალოდ ხო და ხო უცნაურია, რაზე არის დამოკიდებული რა, ალბათ რაღაცა სტერეოტიპებზე და წარმოდგენებზე. საზოგადოება ენდობას, საზოგადოება თulis რომ სახელმწიფო თქვა უზრუნველყო ეკონომიკური დოვლათი, პლუს უსაფრთხოება, პლუს ბევრი რამე, პლუს თქვა განათლება და ასე შემდეგ და არაუშავს თუ მიყურებს რაღაც ამბებში და სადაც მე შემილია რომ ეს თქვა კომპენსაცია გაუკეთო. ხო, თქვენი აზრით როგორ უნდა იყოს? ჩემი აზრით უნდა იყოს რაღაცა ბალანსი ამ ყველაფერში რა, ხა პირადი აზრია რომ თქვათ არავინ არ უნდა იყურებოდეს ჩვენ პირად ცხოვრებაში და აი ეს თავისუფლების ხარისხი უნდა გქონდეს რაც შეიძლება დიდი. ასევე რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს კრიმინალთან ბრძოლა და ეს უნდა იყოს ხო და ამიტომ ეს აუცილებელი არის რაღაცა დონის ბალანსი. ხო, მაგრამ ძალიან ბუნდოვანი ხაზია მან ხო? ძალიან რთულია ამის, იმიტომ რომ ყოველთვის ნებისმიერ სახელმწიფოს ექნება ის ცდუნება რომ თუ გაქვს ტექნოლოგია მოდი გამოვიყენო. და მოდი თქვათ აი აქ შევამციროთ. ჩინეთში როგორც ხდება ამაზე გააქვთ თქვენ ესეთი ინფორმაცია? მე ხეს გადმოცემებით კი არა და როგორ გითხრათ, იქიდან ხო არ გამოდის ესე პირდაპირ ინფორმაცია, ძალიან გაფილტრული არის, მაგრამ აი ქუჩაში, მაღაზიაში, ბანკში ყველგან სახის ამომცნობია და რაღაცა შენობაში ვერ შედიხარ თუ არა მოგიცნო კამერამ და ამ დონეზე არის მართლმსურები ხო? ძირითადად არის და სოციალურ ქულებზე რომ მოქმედებს აისახება და ხო, აი სოციალური ქულების ამბავი ცოტა უფრო მითია ვიდრე რეალობა. არის რაღაცა ადგილებში, მაგრამ აი ესე არ არის რომ საზოგადოებაში ძალიან მთლიანად იყოს მიღებული. თქო მე ვერ 7 ჯერ ვარ ნავყოფი ჩინეთში.
უსაფრთხოების დონე ძალიან კარგია, კრიმინალთა ბრძოლა ის, საზოგადოება რაღაცა ნაწილში ეთანხმება ამ ყველაფერს, ამიტომ მთლად ესეც არ არის, რომ თქვა ესე ძალიან საშიშად იყოს საქმე, ხო? გააჩნია ვისი პერსპექტივით გადმოხედავ, ხო, ჰოლანდიელის პერსპექტივით, ხო, აი სადაც ჩვენ ვართ იმის გადმოსახედიდან, ხო, ძალიან სახიფათო ახლა ვიღაცის გადმოსახედიდან, როგორც გაერო ჩვენ ესე მთლიანად უყურებთ და თუ საზოგადოება ამას იღებს და პლუს ახლა არავის უფლება ამაში არ ირღვევა, თქვა ეს ნაწილი კულტურის აებას ესე ეგ მონაცემები უკვე თუ გაქვთ, რომ სადაც რა დონეზე შევიდა AI და რამდენად შედეგიანია. კი, როგორ არა, ძალიან ბევრი გვაქვს. კი, ძალიან შედეგიანია პრინციპში. აი მაგალითად, ხო ერთი ნაწილი იყო, რაზეც ვილაპარაკეთ, რომ თქვა ეს პოლისის დონეზე, ეს თქვა რეგულაციების დონეზე. ხა მეორე ჩვენი მიმართულება არის პირდაპირ კონკრეტულად AI ტექნოლოგიის გამოყენება უკვე კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. და გვაქვს აი პირდაპირ პროგრამები, სადაც ვიყენებთ AI ტექნოლოგიას, რომ გადაჭრას კონკრეტული პრობლემა. აი მაგალითად, ხო? აი გვაქვს აი ძალიან დიდი ეგეთი პროგრამა საბავშვო სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ AI-ის გამოყენება. შევქმნით ეს გლობალური ჰაბი, მასშტაბურია ძალიან 123 ქვეყანას ემსახურება დღეს. ამ გლობალურ ჰაბში გვაქვს სადღაც 100 მეტი AI-ის სხვადასხვა აპლიკაცია, პლუს ყავს 1000 გამომძიებელი, რომელიც იძიებს ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის кейსებს და საკითხებს და ჩვენ ვეხმარებით ამ ხალხს, რომ AI-ის აპლიკაციები გამოიყენონ, პლუს ვატრეინინგებთ და პლუს ვაძლევთ ცოდნას და ინფორმაციას და იმ ნეტვორკს, რომ ერთმანეთშიც იმუშაონ, რომ თქო ეს კონკრეტული პრობლემა ამ კონკრეტული პრობლემის წინააღმდეგ მოხდეს AI-ის მძლავრი გამოყენება. ხო, ალბათ რომ გამოავლინო და იპოვეს საბავშვო პორნოგრაფია და ტრაფიკინგი და არა მარტო. ხო, ტრაფიკინგი თავისთავად. პოვნა AI-ის გარეშე დღესდღეობით თითქმის შეუძლებელი. იმიტომ რომ ყველა უკვე გამომძიებელი უნდა იყენებდეს, თუ არ იყენებს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვასწავლით დარკვევს რასაც ეძახიან, მანდაც აღწუდება ხო? დარკვევში წვდომა, იმიტომ რომ დარკვევში შე რო შეხვალ და იპოვი მაგალითად million files ან არ ვიცი მილიარდ ფაილს, ხო? ამას სჭირდება კლასიფიკაცია, ამას სჭირდება გამოყენება და უნდა მიხვდეთ ხა საიდან არის ეს, ხო? იყო აი მაგალითად кейსები, რომ გააქშენ ფოტოები ან ვიდეო მასალა დარკვევში, რომელიც არის გადაღებული სასტუმროებში, ხო? ნუ სასტუმრო ოთახში. და ხა წარმოიდგინე რამდენი ქვეყანა, რამდენი ქალაქი და რამდენი სასტუმროა და ხა როგორ გიდა რომ აი ამ გამომძიებელმა ეს ისკნას, ხო? ქონდა აი ჩვენ თქვა ფასილიტაცია გაუკეთეთ მაგაზე, ვითანამშრომლეთ booking.com-თან. Booking-მა მოგვაწოდა ფოტოები, მთელი მონაცემთა ბაზა, ჩვენ გამოვიყენეთ AI-ის ნივთის ამომცნობი ტექნოლოგია, ნივთების ამომცნობი ტექნოლოგია და ამის აი 2 დღეში დავადგინეთ სად ხდებოდა ამისი გადაღება და დააპატიმრეს ქვეყანა სასტუმრო, ქალაქი, ყველაფერი და ნუს. სხვათა შორის რამოდენიმე წლის წინ საქართველოში იყო ესეთი кейსი, სადაც თქვა ავსტრალიის მოქალაქემ და ამერიკის მოქალაქემ ისეთი საბავშვო ფოტოსტუდია და ბუძნეს და სადაც ხდებოდა პული შეთავაზების მხრივ საბავშვო სექსუალური ძალადობის მასალის შექმნა და მანდაც მოხდა ზუსტად ესე AI-ის მეშვეობით გაიხსნა ეს საქმე. ეს სადღაც უცხოურ საიტებზე ათავსებდნენ. ნუ ესენი დარკვევში ყიდდნენ ამ ყველაფერს. და ნუ ერთ-ერთ შემთხვევაში მოხდა ისე რომ ლამპა გამოჩნდა, უბრალოდ ეს გამოჩნდა მისი ქუჩის განათება გამოჩნდა და AI-მ ამოიცნო რომ ეს ქუჩის განათება იყო გონიოში. ვაუ. ეს ავსტრალიის სხვათა შორის ავსტრალიის პოლიცია იძიებდა ამ ყველაფერს და მე ვიცნობ თქვა აი გამომძიებელს ვინც ამას აკეთებდა გამოვიყენეთ AI ნუ ეს საიდან მქონდა ეგ ინფორმაცია კავშირებსა booking.com-დან ეგეც booking.com-დან აღებული ინფორმაცია რომ გონიოში ესეთი განათება არა ნუ ეს დასერჩა მთელი ინტერნეტი ამით ნუ AI-მ დასერჩა და ამოუგდო რომ გონიოში იყო ნუ მე გადამოწდა ეს და მართლა ესე იყო მე დაუკავშირდნენ უკვე საქართველოს სტრუქტურებს და რაღაც 2 კვირაში დააპატიმრეს ვაუ ის კაცი მე მგონი დღემდე საქართველოს ციხეში იხდის 20 წლიანს თუ არ ვცდები. არით არ ამშრომლა საერთოდ და ყველაფერზე უარზე წავიდა და ნუ ახლა მტკიცებულება იყო უამრავი. და ამიტომ რას ვიძახი? ხო, ან მაგალითად თქვათ ესეთი და ბოდიში მსხვერპლი, ასე ვთქვათ, მსხვერპლი ქართველი ბავშვები. ქართველი ბავშვებია ბრა. უი. კი, მშობლებიც, სხვათა შორის. კი.
მსხვერპლები არ იყვნენ, ოღონდ მშობლები იყვნენ ჩარეული იმაში, რომ ბავშვებს ეს რა, კი და. ხო. ნუ იყო ეს. მშობლების დაპატიმრეს ალბათ. ნუ აი რა ვიცი, ათასი რაღაცა ხო. და მაგალითად თუ აი ბევრი მაგალითებია, მაგრამ დღესდღეობით ამ პრობლემას დაემატა ხა რა. AI-ის მეშვეობით იქნება უკვე საბავშვო სექსუალური ძალადობის მასალა. ხო? და ეს ძალიან ურთულებს და ჩვენს გვირთულებს და ყველას ურთულებს. საქმეს ხა წარმოიდგინე, თქო AI-ით გენერირებული? AI-ით გენერირებული. ხო, 2-3 წლის წინ დარკვებში, თქო, ეს მასალა რაც იყიდებოდა და რაც იყო ხელმისაწვდომი, სულ ყველა იყო რეალურად გაკეთებული. ხო, ფოტოთი, ვიდეოთი და ასე შემდეგ. დღესდღეობით დარკვებში 10%-ია რეალური და დანარჩენი ყველაფერი არის AI-ით გენერირებული. AI-ით გენერირებულიც იგივე კანონის ქვეშ ექცევა? რა თქმა უნდა, ხო. თუ იმიტომ რომ იქ ხო იმის უკან მსხვერპლი არ დგას. ნუ რეალურად როგორ ხდება ხა AI-ის გენერირებულის უკანაც დგას ბევრი მსხვერპლი, იქ რაღაც ნაწილი არის რეალური ბავშვიდან აღებული, რაღაც ნაწილი არის თქვა ინტერნეტიდან აღებული ბავშვების სურათები და იმაზე დაშენებული და გაკეთებული თქვა გენერირებული მასალა და ასე შემდეგ და ასე ნუ ბევრია რა ეგეთი რაღაცეები. ხო, ნუ ემოციური მომენტია იქ კიდე და ასე შემდეგ. პლუს ახლა ამ პოლიციელებს რაც ემართებათ ამ გამომძიებლებს და რაშიც AI ძალიან უწყობს ხელს, ნუ რაშიც ეხმარება AI, რომ ადრე როგორ ხდებოდა? რომ დიდი რაოდენობით მასალის ნახვა აღარ ხო, აი წარმოვიდგინე ხა ადრე როგორ ხდებოდა, რომ დაიჭირე შენ ადამიანი, რომელიც ამას აკეთებდა ჩამოართვი კომპიუტერი, ანუ ლეპტოპი, ხო? და იქ უცებ აღმოაჩინე მილიონობით მასალა. ადრე უნდა შესულიყო და ესე აი პირდაპირ ხელით ენახა სულ ყველა ფოტო და დაეკლასიფიცირებინა და ამას უნდებოდნენ რაღაც 6 თვე შეიძლება 1 წელიც ისეთ ქვეყნებში სადაც რესურსი აქვს. არის ქვეყნები საერთოდ მაგის რესურსი არ ქონდათ. ვაი რა კოშმარული სამუშაოა, ხო? პლუს ახლა ამის ყურება არის უსაჯელი და საშინელება. და დღესდღეობით AI კლასიფაიერი ამას უკეთებს თქვა ერთ დღეში. და დაულაგებს ყველაფერს და მერე სასამართლოში მიიტანა. ხო. ხო, ნუ ეს მასიური რაღაცაა რა. ხელა ამბავია, ხო. ხო, რამ ხელა ცვლილებას ამის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია უკვე დღეს შენ რეალური გამოძიებაა წარმოო. კი, სხვა ტიპის კრიმინალებთან ყველა სხვა სფეროს კრიმინალებთან თო ყველა სფეროს პრინციპში აი მე დღეს ესეთ რაღაცას ვიძახი ხოლმე რა, როდესაც ეგეთ რამეს მეკითხები რომ კრიმინალის თვალსაზრისით AI შეგიძლია გამოიყენოს ნებისმიერი დანაშაულის ჩასადენად, მოგეხმარება აი ჯიბის ქურცაც კი პრინციპში თუ მოინდომე მოეხმარება AI, ну აი სწორედ დაგეგმავ სად მივიდეს სენსორები გექნება დაინახავ, თქო სახით ამოიცნო ვინ არ არის ყურადღებით თავის ნივთის მიერ და ასე შემდეგ. პრინციპში არ ღირს ამისი გაკეთება, ხა რესურსი არ უღირს იმას რაც უნდა, მაგრამ შესაძლებელია, ну ნებისმიერი დანაშაულში შეგიძლია და დახმარება აიღო, ну AI-ისგან AI მოგეხმარება. და ასევე ნებისმიერი დანაშაულის გადაჭრაში AI critical roles თამაშობს და ნუ მომავალში ამის გარეშე შეუძლებელი იქნება რამე გადაჭრა. იმიტომ რომ პრინციპში აი რა ხდება. ჩვენ დღესდღეობით დავაგროვეთ, რომ ადამიანებმა ძალიან ბევრი მონაცემები. აი 2010 წელს, ნუ ესეთი რაღაცა იყო, რომ 2010 წელს აი მთელმა კაცობრიობამ აი რო აიღო სულ ყველა დააგროვა 1 ზეტაბიტი მონაცემების. დღესდღეობით რამდენია ზეტაბიტი? ხო, ახლა აგიხსნი. და დღესდღეობით გვაქვს სადღაც 50 თუ 60 ზეტაბიტი და გათვლილია რომ აი რამოდენიმე წელში გვიქნება 175. აი დღეს რაც გვაქვს, ხო, ეს არის აი ყველა ადამიანი, ვინც კი ამ პლანეტაზე ცხოვრობდა როდისმე იმის ნალაპარაკები რო ჩაგეწერა. DVD-ებზე დაგედო და მთვარევდე ასულიყავი 27 ჯერ და ჩამოსულიყავი ამ ხელა მონაცემია, რა. დღესდღეობით რაც გვაქვს. და ნუ გათვლილია რომ მალე გვექნება 175 და მერე 500 და ასე. ნუ აი უამრავი. ამიტომ გინდა პოლიცია აიღე, გინდა ვთქვათ ნებისმიერი სხვა სფერო აიღე, იმდენი მონაცემი გვაქვს, რომ ამ მონაცემს ხელით და ადამიანური რესურსით შენ ანალიზს ვერ გაუკეთებ. ეს გამორიცხული თემა. და ამიტომ გჭირდება AI და პლუს ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი ის რომ მოხდა ამ ხელა გარღვევა AI-ში. ხო? თორე რეალურად AI-ისთვის რა გჭირდება? ხო, 3 ინგრედიენტი არის, 3 ძირითადი რამეა, რაც თქვა AI-ს აკეთებს AI-ით. ერთი არის მონაცემები, ალგორითმი. უნდა ქონდეს. ხო, მეორე არის ალგორითმი, ესე იგი ადამიანური რესურსი, ადამიანური ტალანტი და მესამე არის კომპიუტერული გამოთვლის სიძლიერე.
ხო? და სამივეში მოხდა ბოლო მით უმეტეს ბოლო 5 წელი თუ 10 წელი, აი ძალიან დიდი გარღვევები. ესე იგი, ამდენი მონაცემია, ამდენი ზედაპირი რაც ვილაპარაკეთ დააგროვდა. კომპიუტერული გამოთვლა ყოველ წელს ორმაგდება თითქმის და ნუ ეს ძალიან წინ წავიდა და ნუ ალგორითმებში ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო, ინვესტიცია ჩაიდო. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ალბათ კომპიუტერის სიძლიერეა, ხო? არ ვიცი, ესე ვერ ვიტყოდი, მე მგონია რომ სამივე ძალიან მნიშვნელოვანია ალგორითმის გარეშე სიძლიერით და ერთმანეთის გარეშე ვერ იქნება, მაგრამ და მონაცემები ალბათ მაინც მონაცემების დამუშავებისთვის რა. მონაცემების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მონაცემების. ეხლა ChatGPT-ს რო ყველა ხმარობთ, თქვათ და ნებისმიერ სხვა AI-ს ის ხომ ნუ არსებული მონაცემებიდან ინტერნეტიდან პოულობს და მე აჯამებს და შედეგს გაძლევს, ხო? ეხლა ეს მონაცემი რო არ არსებობდეს, ის ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ხო. საქართველოს პოლიტიკა როგორი უნდა იყოს აი ეს ვითარებაში? ხო, ნუ არ ვიცი, ხე საქართველოს გვაქვს ზოგადად არსებობს საქართველოს აქ რამე შემუშავებული. საქართველოში პრინციპში ბევრი რაღაცები ხდება AI-ის კუთხით, ხო? ძალიან ბევრი უნივერსიტეტი ამაზე მუშაობს, აი მაგალითად, აი 2 საათის წინ ვიყავი BTU-ში, ბიზნეს ტექნოლოგიის უნივერსიტეტში, რომლებსაც აქვთ AI სადოქტორო პროგრამა, ეხლა ბაკალავრის პროგრამაც გაუშვეს და ძალიან ბევრ რაღაცებს აკეთებენ თანამშრომლად, აი ჩვენ თანამშრომლობთ, თქვა BTU-სთან და სერიოზული პროგრესი განიცადეს, თქვა ბევრი სტარტაპებია საქართველოში AI, ძალიან ბევრი ეს არის ტალანტია, ჭკვიანი ადამიანია, რომელიც ამას თქვა ქმნის, აკეთებს სახელმწიფოს მხრიდან ნუ ძირითადად მე ყველა სახელმწიფოს მაგას ვეუბნები, რომ უცილებელია რომ ქვეყანას კონდეს AI-ს, ანუ როგორც ვინმე ციფრული სტრატეგია საქართველოს როგორც ასეთი ჯერჯერობით არ აქვს და ავიცი იმედია რომ მალე ექნება, იმიტომ რომ ნუ ამ სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სტრატეგიის შემუშავების ამოსავალი წერტილი რა უნდა იყოს, რომ აქ საქართველოში საქართველოში მცხოვრებმა პროგრამისტებმა აკეთონ რაღაცა AI აპლიკაციები და განავითარონ AI აქ, იმიტომ რომ თქო სხვა თუ განვითარდა გვერდზე ქვეყანაში ხო ადვილია მის გადმოღება. ანუ აი ამავე წერტილი რა არის რაში? მარტო ეგ არა, არ ვიცი ხო ყველა ქვეყანას აქვს თავისი მიდგომა სტრატეგიის შექმნისთვის. ხო? აი მაგალითად ეხლა რო აიღო ჩინური AI სტრატეგია ან ამერიკული AI სტრატეგია არის ყოვლის მომცველი. თორე ხა ყველა სფერო თქო პრიორიტეტულია დიდი ქვეყნები ასე შემდეგ. ხა ჩვენაერი ქვეყნები, რომლებიც უფრო მცირე ზომის ქვეყნებია, ძირითადად იღებენ ესე რომ რა არის ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტები, აი მაგალითად თუ საქართველოს შემთხვევაში გვაქვს ტურიზმი, გვაქვს თქვათ განათლების სფერო, უსაფრთხოება, იქ რაღაც სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. თუ რამოდენიმე და ამ სფეროში როგორ გამოვიყენოთ AI. ხო? შევქმნათ, ვიყიდოთ, მოვიტანოთ რომ ეგეც გადასაწყვეტია, ხო? ხო, და ეს უნდა იყოს სტრატეგიის ნაწილი, თქვათ საბიუჯეტო სახსრები გამოყოთ, დავხარჯოთ რომ ეს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტული მიმართულებები ბევრად უფრო გავაძლიეროთ და წინ წავიყვანოთ, ხო? აი ეს არის რა დაახლოებით. ესე იქნება ეს AI სტრატეგიები და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაწერილი გაქვს მე უკვე პირდაპირ და იცი რომ აი ეს უნდა გავაკეთო, ამდენი უნდა დავხარჯო, რომ თქვა და ამ შედეგს მივაღწიო. ხო, ნუ რაღაც ნორმაზე ხალხი თავისითაც იზავს ამას, ვინც თქვა სოფლის მეურნეობაშია, იქ რაღაცა ნაწილი ეცდება თვითონ გამოიყენოს რაღაც, მაგრამ ნუ ზემოდან როცა იქნება რაღაც ერთიანი მიდგომა ალბათ ბევრად ხო ხალხი რო იზამს ეს ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც შენ ახლა ბიუჯეტურ ხარს პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში ჩადებ ამას და დაეხმარები წაახალისებ. ხო, თუნდაც განათლებაში როგორ გამოიყენონ AI ეგ იცოდნენ. ხო, და მოიტან, შეისყიდი და ამას გააკეთებ, რა თქმა უნდა, უფრო ჯობია და უფრო ესეთი ხედვაც უკეთესი იქნება და გეცოდინება საით მიდიხარ და რას აკეთებ თუ როგორც ახლა ყველაფერში აბა რისთვის ვკვრით ხო სტრატეგიებს ხო რაღაც სხვა სფეროებში ხო არსებობს თუ AI დღესდღეობით ჩემი აზრით ერთ-ერთი ნომერ პირველი სფეროა საერთოდ სოფლიოში რო დავიწყეთ ჩვენი პოდკასტი, ეგ არ თქვით ზუსტად, რომ ხო, შეიძლება ბოლო ინოვაციაც კია, რაც კი ადამიანმა გააკეთა და თუ ესეთი მნიშვნელოვანია, ამას ხო უნდა მივაქციოთ ყველაფერი. აი ხა ჩვენ რო ვზივარ და რა გვცხელა, ეგეც AI-ს დამსახურება, იმიტომ რომ კონდიციონერი ჩართულია და წინ პოდკასტს რო მომონტაჟებდი, გითხრით ChatGPT-ს კონდიციონერის ხმა როგორ მოვაშორო ისე რომ შემოწუხებელი არ იყოს და ეხა დაგუცხებოდა AI რო არ არსებობდეს. ხო, რა წარმოვიდი ხა ყველა სფეროში იყენებენ რა. ხო, იმ დღეს რაღაცა ჩეკაპზე ვიყავი ექიმთან და ექიმებთან რომ ხა უკვე კატასტროფა ხდებაო. ხალხიო მოდისო
და ChatGPT-ებურლიო და მოდიანო და უკვე მომზადებული და მეუბნები და ბევრი რომ ჩემთან მაშინ ნუ მოდიხარ თუ ყველა პასუხი იცი, ხო? ნუ ამას ააქვერე თავისი მინუსებიც, რა თქმა უნდა და აი ყველაზე ალბათ ყველაზე დიდი მინუსი და აი რასაც შემდეგი მიმართულება არის ჩვენი ცენტრის, ხო, აი კონკრეტული თქვათ ეს პრობლემების გადაჭრა ხო გითხარი და ამის შემდეგ არის ეს AI literacy, ეს AI განათლება პრინციპში და მით უმეტეს ბავშვებში, რომ აი ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია ის, რომ ყველამ გავითავისოთ, რომ AI არის მექანიკური მანქანა. და არ არის ადამიანი, არ არის ღმერთი, არ არის რაღაცა სუპერძალა, არ არის რაღაცა სხვა რამე, არის ძალიან ძლავრი, მაგრამ ტექნოლოგიაა მაინც. ხო, თვითონ სემ ალტმანმა თქვა, რომ ჰალუცინაციები ემართებაო და ასე თქვა, მნიშვნელოვანი კრიტიკულ საკითხს ბოლომდე უმიანდობთ. თუნდაც ექიმთან წასვლა იქნება, შეიძლება ჯანმრთელობაზე რჩევა მოგცეს, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი პრობლემაა, გადამოწმება მაინც ჭირდება. აუცილებლად ჭირდება გადამოწმება, იმიტომ რომ შეცდომებს უშვებს და პრინციპში შეუძლებელიც არის რომ შეცდომები არ დაუშვას. ხო, იმიტომ რომ ძირითადი მონაცემები მოაქვს ინტერნეტიდან და ინტერნეტშიც არ არის ყველაფერი მართალი. ხო, როგორც ახლა ადრე რომ Google-ში შევდიოდით და უყურებდით და საიტებზე და ხო იქ ხო ფილტრავ რა, ახლა რაღაცა პირველწყაროსთან გაკვეთილობა. ხო, აქ ეს თუ თვითონ გიფილტრავს ყველაფერს და გაწვდის ინფორმაციას და ამიტომ ერთ-ერთი არასდროს არ უნდა აიღო. იმიტომ რომ არის შანსი და დიდი შანსიც რომ რაღაცა არასწორი იყოს, ვერ უნდა ჩაეკითხო, მოიძიო, გადაამოწმო და მით უმეტეს ახლა როცა კრიტიკულ რაღაცებს ვსაუბრობთ, ხო? იგივე ახლა ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქოთ ყველამ გაითავისოს ის, რომ ეს არ ელაპარაკება ადამიანს და არ ელაპარაკება რაღაც სუპერძალას, ხო? დრო არ მიიღოს ეს პირველივე ინფორმაცია, როგორც რაღაცა ჭეშმარიტება. ხო, გასაგებია. საომარ მოქმედებებში თუ გონია თქვენ პრაქტიკაში შეგხვედრიათ რომ უკვე იყენებენ AI-ს. ალბათ იყენებენ დარწმუნებული ვარ, მაგრამ რამე კონკრეტული მაგალითები თუ ვიცით? საომარი მოქმედებები იყო რეალურად ერთ-ერთი პირველი, სადაც რაზეც მოხდა AI-ს დებატები. ნუ აი გაეროს სფეროში რა არის ესეთი ლეტალური ავტონომიური სისტემების კონვენცია არსებობს, რომლის მიხედვითაც ქვეყნებს არ აქვთ უფლება რომ შექმნათ კვლელი რობოტები. ნუ ეს კვლელი რობოტები ცოტა კოლოკვიური ტერმინოლოგია, მაგრამ ნუ რეალურად ესე ქვია რა. ავტონომიური რობოტი, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თვითონ აღმოაჩენს მიზანს და გაისვრის კიდეც და თქოთ გაანადგურებს ადამიანს. ეს აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით. პრინციპში ყველა ქვეყანა იძახის, რომ ჩვენ ამ ტექნოლოგიებს ნუ არ განმოვითარებთ, ან ყოველ შემთხვევაში არ გვექნება. რეალურად ნუ სიტუაცია ცოტა ესეთი არის ორაზროვანი, ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისი, რომ თქოთ ეს ტექნოლოგიები ვითარდება, ეს ტექნოლოგიები ქვეყნებს აქვთ და პრინციპში ამისი პოტენციალიც არსებობს. რა ახლა რეალურად ხო, ალბათ სადღაც ჩუმად მაინც ყველა აკეთებს მაგას. არა მარტო ჩუმად, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინე, უკვე დღესდღეობით დრონებით დაახლოებით იგივეა, ხო? ძალიან ნორმალური გახდა, ხო? 5 წლის წინ არავინ არ ომობდა, დრონს არავინ არ იყენებდა, დღესდღეობით ხედავთ. ხო, ეს უკრაინის ომმა წამოწია, პოპულარობა მოუტანა ძალიან. ხო, ეს ბოლო ომებმა სადაც იყო, ხო, ყველგან გამოიყენება უკვე დრონები და არა ვართ, თქვათ, დონიდან ძალიან შორს, რომ დრონმა თვითონ აღმოაჩინოს მიზანი და თვითონვე მიიღოს გადაწყვეტილება განადგურების. ხო, დღესდღეობით მაინც თვითონ მექანიკურად ხდება ეს ყველაფერი, რომ ადამიანი აკონტროლებს ამას, ნუ დრონი წავდა და აი ეს წესით რეგულირდება. ხო, ასევე ხა დრონს რო გაანებო თავი, ჩვეულებრივად უკვე ტექნოლოგიურად მზად არის ძალიან ბევრი სტრუქტურაც და სახელმწიფოც, რომ გამოიყენოს რობოტიკაზე დაყარებული ტექნოლოგია სამხედრო მიზნებისთვის. ხო, იგივე იქნება თქვა ჯავშან ტექნიკა ან რამე სხვა, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თვითონ გაანადგურებს თქვა მიზანს, რაც ექნება. ხო? ამას მე აქ რაღაცა სხვადასხვა ესენი არგუმენტები პლუსის და მინუსის, ხო? რომ ზოგი ამბობს, რომ მე რა მოხდა, სამაგიეროდ თქვა არ დაიხოცებიან ადამიანები ომებში. და ნუ იბრძოლონ რობოტებმა ერთმანეთს თქვათ განადგურონ, მაგრამ ხო მაგრამ სამაგეროდ თუ მინუსი ის არის, რომ ბევრად უფრო ადვილად მიიღებენ მაშინ ქვეყნები გადაწყვეტილებას საომარი მოქმედების დაწყებაზე. ხო, ეხლა დღეს მაინც შემაკავებელი ფაქტორია, რომ შენი ქვეყნის მოქალაქე გეღუპება და ნუ ეს რაღაცნაირად გაკავებს. რა ხო ზოგ ქვეყანას შეიძლება ეს საერთოდ არ აკავებს, მაგრამ ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც შემაკავებელი რობოტებად იყენებს უკვე ფაქტიურად. ხო, ნუ მაინც შემაკავებელი ფაქტორია ეს რა იმ კუთხით, რომ
ვიღაცა გაკრიტიკებს შენი მოსახლეობა პასუხს მოგთხოვს და ასე შემდეგ. და როცა თქვა თუ რობოტი იქნება, ნუ შეიძლება ბევრად უფრო ნაკლები დაფიქრება მოუწიოს და თქვა გადაწყვიტონ ეს. აი სამხედრო ტექნოლოგიაში უამრავი ტექნოლოგია არსებობს უკვე AI-ზე დაფუძნებული მაგის. ეხლა ანალიტიკა და ანალიზი ერთად AI-ით ხდება. კი, ძალიან ცუდი სამყაროს. შემდეგი საკითხზეც მინდა გადავიდეთ, იმას შევეხეთ, რომ ახსენეთ, რომ ეს არის მაინც მექანიკური როცა არსება თუ რაღაც მანქანა დაუძახოთ ხო. ხო და სადამ მაგ საკითხზე გადავალთ, შესვენება გავუკეთოთ. ჩვენი სპონსორი სოკარი შეკითხვა. რუბრიკა არის შეისვენე და აივსე ენერგიით. თქვენ როგორ ისვენებთ, როცა ესეთი ამდენი საქმე გაქვთ, ესეთი საერთაშორისო მასშტაბის განსაკუთრებით? ხო, რა ვიცი, სხვადასხვანაირად ვისვენებ ხოლმე, პრინციპში აი ყველაზე უფრო რაც მასვენებს, ტელეფონს რო გამოვრთავ, გადავდებ და აი გარემოში ვარ, სადაც არ არის ეს ტექნოლოგია ჩემ გარშემო, რომ ვიღაცა არ მირეკავს, არ ვიყურები მესიჯებს, არ უყურებ, ინფორმაცია, თქვა, აი ამ კუთხით არ მომდის და ვარ მეგობრების და ახლობლების სტრესში, აი ძალიან მასვენებს და პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, ხო? აქ იქნებ საქართველოში იქნება თუ სხვაგან. ნუ დღეს ხა საქართველოში ვარ ჩემ ოჯახთან ერთად და ამასაც ვიყენებ დასვენებისთვის, რომ ვთქვათ, ხო, აი აქ ვიყო. ხო. ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას? წელიწადში ერთხელ აუცილებლად ვახერხებ, ზოგჯერ ორჯერაც, თუ აი გააჩნია ესე, ხო. მაგრამ ძალიან ჩემ შვილებს ძალიან უყვართ აქ ჩამოსვლა. ორივე არ არის საქართველოში დაბადებული, მაგრამ ქართული კარგად იციან, აქ მეგობრები ყავთ. აი ძალიან ისე არიან ინტეგრირებული საქართველოში, რომ ხო, აი ძალიან. სად ცხოვრობთ თქვენ ან ბრიუსელში? ჰაგაში. ხო. ჰოლანდიაში. კარგი. ხელოვნური ინტელექტია? ცნობიერია თუ? არა, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ცნობიერი არ არის. თუ გავს უბრალოდ სიმულაცია არის. სიმულაცია არის აბსოლუტური, კი. მიმიკაა ყველანაირად, ძალიან მძლავრია, ძალიან მაგარია, მაგრამ აბსოლუტურად არ არის ცნობიერი. ხელოვნურმა ინტელექტმა არაფერი არ იცის ჩვენ შესახებ. ხელოვნურ ინტელექტს აქვს უამრავი ინფორმაცია, რომლის ანალიზი შეუძლია ძალიან სწრაფად გააკეთოს და აკურატულად. რა განასხვავებს ალბათ, აი რა აკლია რომ ინტელექტი კონდეს? ბევრი რამე აკლია რომ ინტელექტი კონდეს. ნუ აი ადამიანურ თქვათ გრძნობებში ვერ შემოვა, ადამიანურ ურთიერთობებში ვერ შემოვა. ხო, ინფორმაცია იქნება, ინფორმაციას გადააყენებს. მაგრამ შეუძლია ამის სიმულირება. ნუ შეუძლია მან ჩამოსვლა, რაღაც უთხრა რომ 400-ზე ვარ და რაღაცა რჩევებს მოგცემს და რაღაცა რჩევებს მოგცემს, მაგრამ თქვათ ხელს ვერ გადაგხვევს და შენ გვერდზე თქვათ ვერ წამოვა და ვერ მოგეფერება. ნუ სადამ რობოტში არ არის ჩაშენებული. ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მიგვიღწევია იმ დონისთვის, ხო, ჯერჯერობით ჩვენ ახლა ზღვარზე ვართ პრინციპში ამ AGI-სთან, ხო, AGI არის Artificial General Intelligence, რასაც ეძახიან საერთო ინტელექტი. საერთო ინტელექტებდა არ მიგვიღწევია, ვართ აი ესეთ ვიწრო ინტელექტის გაფართოებულ ნაწილში. ცოტა ხნის წინ ვიყავით ესეთ ვიწრო ინტელექტში ვიყავით ძალიან მაგრები, ნუ ბევრი რაღაცა შეელო AI-ს, ოღონდ აი ეს კონკრეტული რამე. ეხლა უკვე გაფართოვდა ეს ვიწრო ინტელექტის შესაძლებლობები და ვართ აი ზღვარზე რომ ეს AGI შეიკრას. ხო, ამის მაგალითია ChatGPT და ეს დღევანდელი ჩატბოტები, ხო? ხო, დღევანდელი თქვათ რაც არის ტექნოლოგია, არის აი ამ გაფართოვებული ვიწრო ინტელექტის მაგალითები და ყველა ეს დიდი კომპანია OpenAI, Meta, Facebook, ну აი ხო, Meta, OpenAI, Google, ყველა ცდილობს, Microsoft-ი, ყველა ცდილობს რომ AGI-მდე მივიდეს. და ნუ მე არ გამიკვირდება რომ მალე, ნუ არ ვიცი ხეს მალე როდის იქნება, რამოდენიმე თვეში, რამოდენიმე აი უახლოეს წლებში რომ რომელიმე დიდი კომპანია გამოაცხადებს რომ ჩვენ მივედით AGI-მდე. ეხლა ეს AGI კარგია თუ ცუდი, ხო? ერთი მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ პრინციპში AGI იქნება ძალიან მძლავრი ტექნოლოგია უკვე AI-ი, რომელიც ალბათ გადაჭრის ძალიან ბევრ პრობლემას. აი მით უმეტეს მაგალითად თქვა სამედიცინო კუთხით, ხო? დამარცხებადია უამრავი დაავადება და თანაც მასშტაბურად. ხო და არა მარტო თქვა დიდარ ქვეყანაში, არამედ ყველგან. ხო აი როგორი მაგარი იქნება რომ თქვა სიმსივნე დავამარცხოთ. ხო ან რაღაცა ესეთები რა რომელიც ამდენ ადამიანს იწირავს. და ნუ ეს იქნება ესეთი კარგი ან მაგალითად თქვა ეკონომიკურ საკითხებში რომ დავძლიოთ სიტყვაზე პროდუქტიულობა საჭმლის წარმოების. და ამ AGI-მ დაგვეხმაროს რომ თქვა 1 ჰექტარ მიწაზე ვაწარმოოთ ძალიან ბევრად მეტი
თქო საჭმელი. ხო, ჯანსაღი თქო. და ან ასევე აი თქო კლიმატის კრიზისის კლიმატის პრობლემების საკითხებში მოგვეხმაროს, რომ თქო ეს დაიძლიოს და უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ. ხო, ეს ხო პოზიტიური მხარეები. მაგრამ სამაგიეროდ აი წარმოიდგინე ხა AGI-ის გამოცხადებიდან ყოველი წუთი AGI ძლიერდება, იმიტომ რომ ექნება მეტი მონაცემი, მეტი სიმძლავრე, მეტი ყველაფერი და გადამუშავების და ამის თქოთ საშუალება და ამ პლანეტაზე ჩვენ აღარ ვიქნებით ყველაზე ჭკვიანი არსებები. გვეყოლება რაღაცა, რომელიც იქნება ჩვენზე ბევრად უფრო ინტელექტუალურად ძლიერი, ხო? ესე იგი რა გამოვიდა? თან პლუს რომელიც ვითარდება. სულ რომელსაც არ ჭირდება არც ჭამა, არც ხელფასი, არც ძილი და არაფერი და ეს მუდმივად განვითარებადია. და აი მანდ უკვე იქნება კითხვები, რომ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გახდება თქო ჩვენზე მილიონჯერ უფრო ჭკვიანი ან მილიარდჯან, რა ვიცი. ხო, მე დენიდანაც ვეღარ გამორთავ. შტებსენი. ხო, და აი კითხვა ეგ არის, რომ გამორთავ? თუ ვერ გამორთავ. იქნება ამაში ჩაშენებული თქო აი ის უსაფრთხოების მექანიზმები ან კონტროლის მექანიზმებიც თუნდაც. ხო? ან შემდეგი კითხვა არის, ვინ არის, ვინც გააკონტროლებს ამას? თქო, ჯგუფი იქნება, სახელმწიფოები იქნებიან, ვინ იქნება, ვინც ამ უმძლავრეს? ხო, და ხა, მაგრამ ესეც ხო გამომთვლელი რაღაც იქნება პროგრამა, უბრალოდ უფრო ყოვლის მომცველი, ხო? კი, ბევრად ძლავრი და ბევრად ინტელექტუალურად, თქვათ, ჩვენზე წინ დგომი და მაინც ეს უკვე ინტელექტი შეგვიძლია დავარქვათ, რომ AGI ინტელექტი იქნება? AGI იქნება, წესით ალბათ მაინც ადამიანის ინტელექტს ვეძახით, ხო? ხო, მაგრამ ადამიანის ინტელექტზე ამატებული, ანუ ბევრად უფრო ძლიერი. და ბევრად უფრო ყოვლის მომცველი და ბევრი რაღაცის შემძლები იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ მომენტიდან, აი თქვა დღევანდელი დღიდან აი იქამდე სანამ AGI არსებობს, ხო, რა მართვის მექანიზმებს შევქმნით გლობალურად და აი ამაზე ბევრს მუშაობთ. რა ხა ჩვენც აი მეც ჩართული ვარ ამაში და ბევრი ორგანოები არის რომელსაც ჩართული, რომ რამენაირად ისე გაკეთდეს, რომ თქვა ამის მართვის სწორი მექანიზმები არსებობდეს, ამაში იყოს ინკლუსიური იყოს ეს პროცესი, რომ თქვა აი ბევრი წარმოადგენელი იყოს ჩართული, რომ ვიღაცა ერთის ხელში არ მოხდეს, თუ გინდა კომპანიის, თუ გინდა თქვა ინდივიდის ან სახელმწიფოსი, რომელიც მე უკვე თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს. ხა, მან თქვა ერთი ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, რომ რატო თვლიო, რომ აი მან და მაინცო ისე იქნებაო ბოროტი ან რაღაც ესეთი, ხო? და სულ არ თვლი მეთქი ესე. შეიძლება არც იყოს, შეიძლება ძალიან პოზიტიურიც იყოს და დადებითიც, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაცის კეთილნებაზე დამოკიდებული, ხო? და იმის ალბათობა, რომ ეს კარგი იქნება თუ ცუდი, ეს უნდა იყოს გათვლილი ეს რისკი, რომ შენ შეგეძლოს, ასე იგი ჩვენ ადამიანებს შეგვეძლოს ამისი მართვა. თორე კონტროლი თუ დავკარგეთ ამისგან და ამის მართვაზე. მე იმის კეთილნებაზე ხარ დამოკიდებული, რომელიც მილიონჯერ შენზე უფრო ჭკვიანია. აი, უკვე გაურკვეველი პროცესები შეიძლება დაიწყოს. და ალბათ აუცილებლად ჩათვლის, რომ ჩვენ მისთვის პრობლემა ვართ. ასეთ შემთხვევაში თუ ხო ესე თავისნებაზე თუ იქნა მიშვებული. არ ვიცით, ეგ შეიძლება არც ჩათვალოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სერიოზულ რისკს ვიწყდება. თუ ერთადერთი შეიძლება რომ მის არსებობას საფრთხე შეუქმნას ადამიანი იქნება. ხო, თუ აი ესე ჩათვლის და მასაც გაითვალისწინებს ეცოდინება ეგ. კი, იმიტომ რომ ახლა ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია რო აიღო, აი ძალიან მარტივიდან ძალიან რთულამდე, სულ ყველა აპლიკაციას აქვს რაღაც მიზანი. რაღაცა მიზნისთვის არის შექმნილი. ხო? და ეს მიზნები არის გაწერილი, იმიტომ არსებობს ეს. ახლა გააჩნია რა იდება ამ სუპერინტელექტის მიზანში, ან მიზნებში და რა იქნება ამ მიზნების მიღწევის აკრძალვები. ანუ პროტოკოლი იმითი რომ თუ ჩაუწერო ამით შენ ადამიანი არ უნდა, მაგრამ ის შეიძლება იმდენად ძლავრი იყოს და იმდენი სხვა გზა იპოვოს, რომ ჩვენ უბრალოდ შეიძლება ის კი არა რომ ადამიანის მანდამაინც გაანადგურებს, უბრალოდ შეიძლება საჭირო აღარ გახდეს. ხო. მაგრამ ბევრი AGI შეიძლება გაჩნდეს, ხო? და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. თავისთავად, კი ბატონო. კი, ბევრი AGI შეიძლება გაჩნდეს და AGI-ის შემდეგი ეტაპად ითვლება ეს სუპერინტელექტი უკვე. რა და შეიძლება გაჩნდეს რამოდენიმე სუპერინტელექტიც. აი კიდე უფრო საფრთხო მას ქმნის სიტუაციას, იმიტომ რომ გააჩნია ვინ მართავს ამას, ვინ შექმნა, რა მიზნები ჩაუწერეს, რა აკრძალვები ჩაუწერეს, რისთვის არსებობს
ხო და ნუ აი აქ უკვე ვიქნებით რაღაც ესეთ ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ალბათ თუ მანამდე არ შევქმნით აი ეს მექანიზმები რომ ვის ხელში აღმოჩნდება ეს და როგორ უნდა მართოთ გლობალურად ხო აი ამისთვის ხდება ახლა თქვა ნუ გაერო ახლა თქვა მოგწონს არ მოგწონს გაერო დღესდღეობით მაინც არის ყველაზე დიდი გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების პლატფორმა ამის ბაზაზე უკვე რამოდენიმე გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არსებობს AI-თან მიმართებაში ბევრი არ არის სამია პირველი იყო ამერიკელების სპონსორირებით მეორე ჩინელების მესამე არის ესეთი საერთო არ არსებობს ჯერჯერობით საერთაშორისო ესეთი ინსტრუმენტი რომელიც ყველას გააკონტროლებს მიდის ამ თემებზე თქვა საუბარი ლაპარაკი არის ჯგუფები რომლებიც თვლიან რომ ეს ძალიან სასწრაფოა და სწრაფად უნდა გაკეთდეს არის მიდგომები რომელიც თვლიან რომ არ არის სასწრაფო და ჯერ მოდი ინოვაციას ვაცალოთ და თქვა გამოვიგონოთ და მე დავარეგულიროთ არის ხალხი რომელიც თავის სასარგებლოდ იყენებს ხო შეიძლება ეს რეგულატორი ჩაიგდოს ხელში სუპერინტელექტმა კი როგორ არა თავისუფლად ხო და ნუ მე უკვე ახლა ამას ვეღარ გააკონტროლებ თუ ამიტომ აი ხა დღეს ესეთი სიტუაცია გვაქვს 2 წლის წინ გერონ დივანმა გაეროში შექმნა ესეთი მრჩეველთა საბჭო სხვადასხვაები და მეც ვიღებდი ამაში სხვათა შორის მონაწილეობას შეიქმნა დოკუმენტი რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამის დარეგულირება მაგრამ პრინციპში მაინც შორს ვართ იქიდან სანამ გვექნება რაღაც ესეთი ფუნქციონალური მექანიზმი მე ვთვლი რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო კონვენცია და უნდა არსებობდეს ესეთი ვერიფიკაციის მექანიზმი რომელიც პირდაპირ გააკონტროლებს AI-ის გამოყენებას სხვანაირად და პრინციპი და უნდა გადავწყვიტოთ ის თქვა რა აგვგზავნოთ რა არ აგვგზავნოთ და თქვა რა სფეროები ნუ რისი გამოყენების უფლება უნდა გქონდეს ან რა დონე ეხა ახსენეთ რამდენიმე სახელი და გვარი და ვისაც შეხვედრილ ხართ პირადად ხო სემ ალტმანი იქნება თუ ეს ილონ მასკი ესეთი გვარები ვინ არის ტოპ 5 ესეთი სახელი და გვარი ყველაზე გავლენიანი ვისაც შეხვედრილ ხართ მე ვისაც შევხედრი ვარ აი ვისაც გქონიათ ეს ურთიერთობა ხო ნუ სემ ალტმანთან მქონდა ურთიერთობა მას წინათაც მქონდა შეხვედრა ილონ მასკთან მქონდა რამოდენიმე შეხვედრა ლარი პეიჯთან მქონდა იმის LinkedIn-ის შემქმნელი არის ჰოფმანი მასთანაც მქონდა ურთიერთობა სახელმწიფო ლიდერები სახელმწიფო ლიდერები, ნუ აი ეს გაეროს სტრუქტურაში ვინც არის, ნუ აი გუტერეში თქვათ არის იმისი ტექნოლოგიების NOI წარმომადგენელი, რა ვიცი, ბევრია რა ეხა ესეთი, ხო? რომლებთანაც სახელმწიფოებთან ჩვენ სულ მუდმივად გვაქვს ურთიერთობები. როგორი ადამიანები არიან ეს პირისპირ ურთიერთობაში? ვინები? აი ვინც ჩამოთვალა. სხვადასხვანაირები ძალიან. ვის ხელში არის ხა დღეს ამყარო? კი, ნუ აი არ ვიცი, ხო, ძალიან ესეთი არის, ახლა მან ალბათ ხო ადამიანურ შეფასებას არ გაკითხებთ, ვინ როგორი ადამიანი, აი რაღაცა გინდა საქმეში როგორები არიან, ან რა მიზნები, რა მოძრავებთ. პრინციპში ძალიან ჭკვიანი, ძალიან ხარტი, ძალიან ესეთი ფოკუსირებული, ახლა თქვა სამალტმანმა შექმნა უზარმაზარი კომპანია, როგორც არის OpenAI და ChatGPT, ხო? ChatGPT არის წარმოიდგინე აპლიკაცია, რომელმაც თვალი აუხილა ყველას და ადრე რომ მეკითხებოდნენ მე AI რა არისო და ნუ უხსნიდი, უხაზავდი, უხატავდი, რაღაც მაგალითებს ვაძლევდი, ეხლა სულ აღარ არის საჭირო, პირდაპირ აი ChatGPT და მორჩა და ნუ ახლა ხელა ტექნოლოგია შექმნა. წარმოიდგინე 80% დღესდღეობით აი ეს Gen AI-ის რასაც ვეძახით არის ChatGPT. ამის მერე მოდის სადღაც 8-9% არის DeepSeek-ი, ნუ ჩინური და მერე შემდეგი 12%-ია დანარჩენი სხვა. ეს Gemini, Grok-ი და ნუ Copilot-ი და რაღაც ესეთები. ნუ და კიდე რამოდენიმე პატარა. ეს კონფიგურაცია მე მგონია რომ ესე ადვილად არ შეიცვლება. ხო დაახლოებით როგორც ახლა Google-ი რო აკონტროლებდა search-ების თქვა 70%-მდე, მე მგონია რომ ChatGPT და OpenAI ამას გააკონტროლებს ძალიან დიდი ხანი. ხო. ხო, ნუ შემდეგი რა იქნება, შემდეგი სვლა, OpenAI ალბათ რაღაც ესეთ ფიზიკურ მას გამოუშვებს, NIFTs, რომელსაც თვითონ იძახიან რომ იქნება ძალიან გამოყენებადი.
და ნუ ყველა ამ კომპანიის პრინციპში ძირითადი მიზანი არის AGI. ნიუთი რაღაცა ისა კომპიუტერივით რაღაცა თუ აი არ ამბობენ ამას ზუსტად რა იქნება, ზოგი იძახის რომ იქნება რაღაცა, მაგრამ თლად ტელეფონი არა. თქვა ჩამოსაკიდებელი, რომელსაც შენ ესაუბრები. ან პატარა რობოტი, რომელიც უბრალოდ ელაპარაკები და როგორც ChatGPT-ს რო უწერ, ოღონ აქ ხო. ხო. აი ნახოთ, ხო არ არის ჯერ ეს გარღვეული. მაგრამ რაც შეეხება აი შემდეგ გარღვევას, მე მგონია რომ შემდეგი სერიოზული გარღვევები მოხდება რობოტიკაში. აი ეს იქნება ძალიან დიდი სფერო. ალბათ 5-10 წელი და გვეყოლება უკვე რაღაც ესეთი ადამიანის მსგავსი ყოველ შემთხვევაში. ეს ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული. ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიკა. რომელიც უკვე ნუ აი ჩვენთან ერთად თანაარსებობას შეძლებს. ხო, ადამიანის მსგავსი რობოტიც ხო უკვე რაღაც ილონ მასკმა უკვე ილონ მასკი უკვე იმდენი ნიუსი არის და ამბავია და ვიდეოს და აქედან ნახევარზე მეტი AI გენერირებულია, რომ უკვე აღარ ვიცი რა თქვა რა, აღარ თქვა რას ის გამოშვებას აპირებს. ხო, ნუ რობოტის ამბავი მეგონი ნამდვილია, ხო? ხო, ნუ ახლა ბევრი რაღაცა რაც თქვა გააკეთა, ძალიან მაგარი კომპანიები შექმნა, ხო? ნუ აი თუნდაც ახლა Tesla-ს რო ქვრი და ყველა ეუბნებოდა რომ მანქანების ბაზარი და ნუ ეს თვითონ გამოშვების ბაზა იმდენად არის გადატვირთულიო, რომ კიდე ერთი ნუ შეუძლებ თან პლუს ელექტრონული და ნუ გააკეთა. იგივე იყო SpaceX-ი, იგივე არის სხვა რაღაცებიც, რასაც ხო. ნუ ეხლა გროკზე იყო ეგ ცოტა კომიკური მომენტი, როდესაც მიხვდა ელონი რომ AI ძალიან მაგარია და რომ გამოაცხადა რომ მოდიო 6 თვიანი მორატორიუმი გავაკეთოთ. მაცადეთო მეცო ხო? ხო, და მოდიო, ძალიან იმდენად საფათოა რომ 6 თვეო არავინ არაფერი არ გააკეთოს. ხო, ეხლა ყველას გაეცინა რომ ეხლა რა არის, რომ ჩვენ გავჩერდეთ, შენ დაგვეციო და მე გავაკეთო ყველაფერი შენ როგორ. არ გამოუვიდა ხო ეს? ხო, ნუ ეს არ გამოვიდა. და მაგრამ სამაგეროდ მაინც მაგარი რამე შექმნა. ეხლა ეს გროკი სერიოზული მას ეხა AI-ში ისა OpenAI-შიც აქვს ინტერესები? როგორ არა, ერთ-ერთი პირველი ის იყო ხო, როგორც ახსენეთ და ინვესტიციის ჩამდგები. მაგრამ ნუ ეგეთი რაღაც ინტერლინკები ხშირად არსებობს ხოლმე რა, ხო? თქვათ ეგ Google-ი რო იქნებოდა Jeff Bezos-მა ჩადო Google-ში დაახები და ერთ-ერთი სერიოზული მეწილე იყო და ასე შემდეგ და ნუ ხო, ილონ მასკიც ახსენეთ ხო, მასაც შეხვედრი ხარ? კი, როგორ არა, ილონ მასკს ესე დახურულ კარს მიღმაც ესეთი ეგეთია როგორც ჩანს, რაც ექსცენტრული და არაორდინალური და თუ არა ინტერესი. აი მაგალითად ილონ მასკთან მე პირველი საუბარი რომ მქონდა, ნუ მაშინ ვქნიდით ზუსტად ამ გაეროს ცენტრს. ნუ რო ვახსენე გაეროს ცენტრი რაღაცა საერთოდ არ აინტერესებდა. აი გაერო არ იყო მაგის თქვა ინტერესთა სფეროში. როგორც კი გადავით აი AI-ის საკითხებზე, რომ როგორ ვქნათ ისე რომ AI-მ გადაჭრას თქვა დიდი პრობლემები, აი ეს დააინტერესა. და მან უკვე წამოყვა საუბარში რომ კი ბატონო, თქვა აი რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ გადავჭრათ რაღაცა თქვა დიდი და როგორ დავეხმაროთ ამ თემებში. მაგრამ აი როგორც ახლა გაეროს ის და არ იყო ინტერესი. ხო, ნუ იგივე იყო თქვა ეგ სხვა აიბასთან. ხო. ეხლა OpenAI-ს თან ვიწყებთ ჩვენ თანამშრომლობას, თუ ისედაც თანამშრომლობთ რა, ეხლა რაღაც ესეთი მასშტაბური პროექტების გაკეთება გვინდა, მით უმეტეს განათლების სფეროში, თვითონაც არიან ძალიან დაინტერესებული, რომ ნუ დაინერგოს OpenAI-ის პროდუქტები, მით უმეტეს თუ ChatGPT ახლა 5 გამოვა. მე მგონი დღეს არის ეს 5-ის გამოსვლა. მართლა? ხო. ცოტა ხო რამდენი 2-3 კვირით ადრე ვიწერთ ამ ეპიზოდს, ეს სამ დაიდება და ნუ მაშინ ალბათ რაღაც სიახლეები დაგხვდება ეს ეპიზოდი რო გამო, რაზეც არ გვილაპარაკი აქ, ხო? ხო, ალბათ უკვე უნდა იყოს 5 გამოსული, ხო. ხო, აგვისტოა ეხლა და ასაუბროთ სექტემბერში დავდებ ამ. კი. და ძალიან დაინტერესებულები არიან და ეხლა ასევე დაინტერესებულები არიან და ამ ჩვენი პროგრამით საბავშვო სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამოყენება AI-ისი, იმიტომ რომ OpenAI-საც აქვს რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც გვაქვს ჩვენ hub-ში, მაგრამ გვინდა რომ უფრო მასშტაბური გავხადოთ მაგათი ჩართულობა. ამ თემაში. იმიტომ რომ ეს კრიტიკული საკითხია რა, თუნდაც ასე ვთქვათ, თვითონ პრობლემა ძალიან გადით და ხო, რაც უფრო მეტ ბავშვს აქვს ინტერნეტთან წდომა, მით უფრო სახიფათო ხდება მათი ინტერნეტში ყოფნის საკითხი და მით უფრო მეტი, ვთქვათ, მოძალადე არის სექსუალური, რომელიც ამას იყენებს და AI-ის გარეშე ამას შენ ვერ დაარეგულირებ. კიდე ერთი დიდი შეში რაც ახლავს AI-ს არის რომ ჩაანაცვლებს პროფესიებს, გააქრობს ადამიანის საჭირო აღარ იქნება. ესეთი ნიშნები გამოჩნდა უკვე რომ რაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ადამიანებს ან რაღაც პროფესიებს.
პრინციპში კი. ეხლა მე არ მივეკუთვნები თქვა იმ კატეგორია ადამიანებს, რომლებიც იძახიან, რომ აი ახლა რაღაც მოხდება საშინელება და ყველა სამსახურს დავკარგავთ და მეტი აზრი აღარ ექნება ჩვენ ცხოვრებას. აუცილებლად გვექნება სამსახურებიც, აზრიც ექნება, ოღონდ რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენ ყველამ და პლუს სახელმწიფოებიც უნდა ამაში გვეხმარებოდნენ და ამიტომაც არის საჭირო ზუსტად აი სტრატეგიები, რომლებზეც ლაპარაკობთ, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი ზუსტად ისიც უნდა იყოს, როგორ დაეხმაროს შენ მოსახლეობას, რომ განვითარდეს და თქვათ კონკურენტუნარიანი იყოს ამ ტექნოლოგიასთან, ხო? და როგორ უნდა შევძლოთ აი ესეთი ლავირება და ადაპტირება AI-სთან თანაცხოვრებაში. თუ ეხლა AI-ს ვერ ვგზავნავთ, AI ძალიან მძლავრი ხდება, ყველა გამოიყენებს, მაგრამ თანაცხოვრება უნდა შევძლოთ, ხო? აი როგორც ეხლა შენ რო მეუბნები, რომ იმას კონდენსირების ხმა არის მოდაო და AI, ხო, ეს რო არ გაგეკეთებინო, თქვა იქნებოდა ხმაურიანი გადაცემა. კი. ყველა პროფესიაშიც ხო ესეა, რა თუ ვერ შევძელით ტექნოლოგიის გამოყენება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება ადაპტირება ამაში. რა თქმა უნდა დაიკარგება რაღაც პროფესიები, ეს ბუნებრივი ნაწილია, ხო? ნებისმიერ თქვათ ინდუსტრიულ ხო, ეგ ისეაც ხდებოდა განვითარებასთან ერთად. ხო, ნებისმიერ ინდუსტრიულ რევოლუციას მოხდა, მოყვებოდა თქვათ რაღაც კატეგორია პროფესიების დაკარგვა. უბრალოდ ეხლა განსხვავება ის არის, რომ ადრე ჩავანაცვლეთ ფიზიკური ძალა თქვათ აი ამ მანქანებით, ეხლა ვანაცვლებთ ფიზიკურ ძალას და ასევე ინტელექტუალურს. ორივეს, რაც კი ადამიანს რა გვაქვს, ხო, გვაქვს ფიზიკური და ინტელექტუალი და ორივეს ვანაცვლებთ. და თანაც ამას ვაკეთებ ძალიან სწრაფად. თქვათ, სხვა ინდუსტრიულ რევოლუციებს 20 წლები დაჭირდა, აქ ძალიან სწრაფად ხდება განვითარება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანის განვითარებას. და მე მგონია, რომ კრიტიკული იქნება, თქვათ, განათლების სფერო ამ შემთხვევაში და განათლება საერთოდ, რომ შეგვეძლოს ტექნოლოგიებთან მუშაობა უსაფრთხოდ და მეტ ადამიანს და ნებისმიერ ეტაპზე ცხოვრების. ხო, არის ქვეყნები, რომლებმაც თქვათ შემოიღეს ესეთი ინგლისურად ქვია lifelong learning პროგრამები, როდესაც სახელმწიფო გეხმარება, რომ შენ ნებისმიერ ეტაპზე შენი ცხოვრების შეძლო ახალი უნარჩვევების მიღება. და განათლების მიღება, რომ თქვათ უფრო და უფრო გაძლიერდა ინტელექტუალურად, რომ შეძლო ამის გაკეთება. ხო, და ნუ ახლა თუ სიტყვაზე ხარ 40 წლის გაქვს იპოთეკა, იქ ვალდებულებები, რაღაცები, ნუ ახლა თავიდან რომ წახვიდე და რაღაც ახალი ისწავლო, რთულია. ამაში თუ შენ არ შემოგეხიდა რამე, ან სახელმწიფო, ან კერძო სექტორი, ესე ვერ გააკეთებ. ნუ ახლა მასიურად ყოველ შემთხვევაში არა და ძალიან მნიშვნელოვანია. ხო? აი მანდარი ზუსტად მიმული აი სტრატეგიებით, რისთვისაც თქვა საჭირო იქნება. ხო, აი ჩემი საქმეც რო ავიღოთ, აი ყოველდღე ველოდები და ვამოწმებ ხოლმე, უკვე თუ შესაძლებელია, რომ ქართული დიალოგი ხელოვნურმა ინტელექტმა ინგლისურად გადათარგმნოს უნაკლოდ. აი მაგალითად რო იყოს 3 თვის წინანდელი და ბოლოს წადეს რაღაც 2 კვირის წინ, ძალიან დიდი სხვაობა იყო უკვე. 3 თვის წინ თუ ხმას მიამსგავსებდა და რაღაცა გალაპარაკებდა, მაინც ეთყობოდა რომ ცოტა რობოტული ხმა იყო, თარგმანი იყო არასწორი. 2 კვირის წინ რომ ისე გავაკეთე ტესტი, ძალიან ახლოს იყო უკვე რეალურთან. ძალიან ახლოს. და რაღაც ალბათ კიდე ერთი მაქსიმუმ 2 თვე 3 თვე და შეიძლება უკვე ისე თარგმნოს AI-ი და ვიღაცას ექნება საშუალება რომ YouTube-ზე გადაართოს ერთი ღილაკი და ჩვენი დიალოგი გახდეს ინგლისური დიალოგი ჩვენი ხმებით უბრალოდ ინგლისურად ვისაუბროთ. კი, თავისთავად. ეს იქნება ჩემთვის ის რომ ძალიან დიდ ბაზარზე გაიყვანს ჩემი პოდკასტი, მაგრამ ნუ მეორე პრობლემა რომ კიდე სხვა ბევრი ქვეყანაც გამოვლენი ბაზარზე და ახალ რეალობას შექმნის რა აუცილებლად. თავისთავად, ხო, ახლა ამ თარგმნებს რასაც რა თქვა, რასაც ამბობ ბევრი აპლიკაცია არის დღესდღეობით. თან პოპულარულ ენებს უკვე თავისუფლად შვება, აქ არის ლაპარაკი ქართული თორე ინგლისურიდან ესპანურზე თავისუფლად იზრდება. მე ვნახე, თქვა მე პროტოტიპები მაქვს დანახე, აი სულ ეხლა ხანს ტელეფონი, როდესაც მე შემიძლია დაურეკო ლაივში. თქვა მე აქედან ვლაპარაკობ ინგლისურად, იმას ესმის ჩინურად ან არაბულად, ის ლაპარაკობს ჩინურად და მე ინგლისურად მესმის. ხო, ნუ ეს თავიდან ბოლომდე ცვლის კომუნიკაციას. კი, მახსოვს ადრე გაჩნდა რაღაც რეკლამა, ტელეფონი გამოვიდა ახალი, რომელსაც შეუძლია ეს რომ აი ეს გადათარგმნოს თავში ბროწეული არ ქონდა ტელეფონს რაღაცა და ბევრმა არ დაიჯერა რომ ეგეთი რაღაცები არ არსებობს ახლა ნე. არა, ხო, ნუ აი ჩაოლებრივად არის უკვე. მეორე იყო რომ ყავასაც უღებდა და ძალიან პატარა
ის იყო ტელეფონი და ერთ ჭიქა ყავას გივსებდა და მეორე ეგ იყო ტყუილი ამ ტელეფონიც, მაგრამ ორი ძირითადი ტყუილი იყო, რომ ხალხმა არ დაიჯერა რომ ეს ყავას ვერ აგიდუღებს ტელეფონი და მეორე რა ლაივში როგორ გადათარგმნის. ეს აისობით ერთს უკვე აკეთებს. ერთს აკეთებს და ნუ არსებობს ყავის მანქანები, რომელიც აპლიკაციით შენ აადუღებ კიდეც. ხო, ახლა ჩვენ მაგალითად ძალიან ვიყენებთ აი კონფერენციებისთვის და თარგმნისთვის ბევრ სხვადასხვა აპლიკაციას, მაგრამ ესე live regime-შიც გვაქვს. თქვათ AI-ის აპლიკაციები, რომელიც მე ვთქვათ საუბრობ და ამას სხვადასხვა ენებზე აკეთებს ვიდეოს და ყველაფერაკებით. მაგარია. კაი, ბოლოსკენ წავიდეთ. ქვეყნების მართვაში თუ იყო პრეცედენტი უკვე რომ გამოიყენება პოლიტიკურ მართვას გულისხმობ მარტო თქვათ რაღაც სამართალდამცავებიან რაღაც ერთი კონკრეტული სფერო კი არა, აი როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში თუ შემოვიდა უკვე. იმიტომ რომ შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცა ეკონომიკური მონაცემი, სოციალური მონაცემები, რაღაცა 10 წლიანი, 20 წლიანი მასშტაბის გაანალიზოს და რაღაც დასკვნა გამოიტანოს, რასაც თქვათ ეკონომისტები, სოციოლოგები და ასე შემდეგ გაკეთებენ. დარწმუნებული ვარ, რომ დაფუძნდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მე. ასაკები, ხო დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის თქვათ სტრუქტურები ამას უკვე იყენებენ. ინდივიდუალურ დონეზე როგორც მინიმუმ. ხო, და ცნობილი აპი არის ესეთ პოლიტიკური AI რო არსებობდეს, ეგეთი ამე გაიგე. აი, არ ვიცი ეგეთი პოლიტიკური AI-ის ეპი, მაგრამ ნუ ნებისმიერი თუნდაც თქვა დღევანდელი ChatGPT ამას გააკეთებს მშვენივრად. თქვა ან გროკი, ან რა ვიცი, რომელიც გინდათ ის აიღოთ და მით უმეტეს თუ ტრეინინგს გაუკეთებ, თქვა სხვა მონაცემებით, მაშინ საერთოდ ხო უპრობლემოდ გააკეთებ. აი, თქვა გაერო სტრუქტურებში გავაკეთეთ ესეთი რაღაცები. სადაც თლიანი მონაცემებს მიცემ AI-ს დახურულ სივრცეში და სიტყვაზე აი ახლა რო ავიღოთ Unicry, თლიანი მონაცემები ჩაუგდოთ, აი Unicry შეიქმნა 1965 წელს, ხო? 65 წლიდან დღემდე რაც კი რამე გაკეთებულა, რაც კი რეფერენსი იყო, აი თქო ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში, მას მიზამს დამიგენერირებს და გამიკეთებს და ძალიან ის იქნება, ხო? იგივე არის სახელმწიფოში. ხა შენ სულ არ არის საჭირო თქო ChatGPT გამოიყენო, საკუთარი AI შეგიძლია შექმნა, თქვათ აი რაღაცა agents, რასაც ვეძახით, აგენტი და იმის მეშვეობით მთელი მონაცემები გქონდეს და ნუ მე ამაზე გააკეთე. დარწმუნებული ვარ ძალიან მეორე. აუცილებლად თვითონ გამოიყენო ალბათ. კი, რჩეველი მაინც. კი, როგორც რჩეველი, მაგრამ მე მგონია რომ დღესდღეობით ძალიან მეორე იყენებს უკვე. სწორად თუ არასწორად ეგ ის არის და ხა რამდენად ენდობიან და ხო როგორც მთელი მთავრობები შეუულია ჩაანაცვლოს რა. ხო, რაღაც შემთხვევებში შეიძლება ცუდი სულ არ იყოს, მაგრამ ნუ გააჩნია, ხო. ბევრ შემთხვევაში უკეთესი იქნება. შეიძლება ერთი ავრიჩოთ პრემიერ-მინისტრი და ის იმან მიწეროს ხვალ რა ბიჯები გადავდგა და ChatGPT რო უპასუხებს. ხო, ნუ როგორ ვინდოთ რომ ის გააკეთებს. დანარჩენი ალბათ ministrები რაღაცები საჭირო. ნუ რაღაცებს შეიძლება აი კორუფციას და ბრძოლაში მოგეხმაროს ამაში, რა თქვა რაღაცა შეამცირო. ნუ აი მან უკვე სასამართლო შეიძლება რაღაც დონეზე. არც ეს სასამართლოზე ბევრი ლაპარაკი მიდის, ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა მოსამართლეებისთვის. ეს უფრო ტრეინინგებს შეეხება, აი მოსამართლეებს უკეთებთ ტრეინინგებს, ჩამოყავს ჰააგაში, სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეები და გვაქვს ეს ერთკვირიანი სერტიფიცირებული ტრეინინგები, სადაც ვასწავლით AI-ის სწორ გამოყენებას, ნუ დაწყებული იქნება რა არის AI და მთელი ისტორია და როგორ იყენებენ და ამ მართლმსაჯულების სისტემაში როგორ უნდა გამოიყენონ. თქვათ ჩვენ რაღაც რეკლამას არ უკეთებთ რომელიმე აპლიკაციას, უბრალოდ ტექნიკას ვასწავლით, რომ თქვათ არსებობს სხვადასხვა ტექნიკები და რომ იცოდნენ იგივე კრიმინალი როგორ იყენებს, თქვათ პოლიცია როგორ იყენებს, პროკურატურა როგორ იყენებს და რომ მოსამართლეს რო კონდეს თლიანი. ეხლა თვითონ ასეთი იყო ექსპერიმენტული აპლიკაციები, რომ მოსამართლე ჩაანაცვლოს, ოღონ რეალურად ესეთი არსადჯერჯერობით არ მომხდარა. აი ვითომ ესტონეთში იყო ესეთიო, მაგრამ ესტონელები იძახიან, რომ არ გაგვიკეთებიაო. ამიტომ მაგრამ ალბათ რაღაცა პატარ-პატარა გადაწყვეტილებებზე თუ სახელმწიფოები დარწმუნდებიან, ნუ პრობლემა არ შეიქმნება, რომ შეცდომებს არ დაუშვებს, თუ შეიძლება რაღაცების გაკეთება, მაგრამ უფრო ფართოდ მან უკვე ცოტა ეთიკურ საკითხებს ვეჯახებით და მან ბევრი ფიქრი გვჭირდება იმისთვის, რომ ხო, ალბათ რაღაც ადამიანი უნდა ჩადგეს შუაში გადაწყვეტილებების მიღების, მაგრამ ალბათ რაღაც ეგეთი ჰიბრიდული გამოჩნდება რა, ალბათ რომ რაღაც ესეთი მოწინავე ტექნოლოგიურ ქვეყანაში, რომ აი ახლა დღეს მომდენო 4 წელი ChatGPT იქნება ჩვენი მთავრობა და რასაც გადაწყვეტს, რომ კითხავთ რომ აი რაღაცა
როგორ მოიქცეთ შემდეგი ნაბიჯი როგორ გადადგათ, ისაც გვეტყვის, იმას გავაკეთებთ. რაღაცა ეგეთი ალბათ გამოჩნდება რა. არ ვიცი, ალბათ გამოჩნდება სადღაც რაღაცა ესეთია, რომელ ეტაპზე მოხდება ეს, რამდენად მიიღებს ამას საზოგადოება, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ ხა არ ვიცი საზოგადოების დამოკიდებულებასაც მნიშვნელობა გააჩნია რა პროგრამით იქნება ეს გაკეთებული, რანაირად რა რისკები, ამას ბევრი გათვლა უნდა რა რეალურად, იმიტომ რომ ხა დემოკრატიული მაშინ შენ ChatGPT-ს ან რაღაც პროგრამას უნდა ხმამისზე, რომ აირჩიო ან გადაწყვიტო ყოველ შემთხვევაში უბრალესობით რომ ჩვენ ვენდობით ამას და აქ ძალიან დიდი ნდობის საკითხი იქნება. მე უნდა გაერკვას ვინ დგას ამის უკან და ასე შემდეგ, ხო? ხო. კარგია, საინტერესო ეპოქა მოდის. ქიმიური იარაღზეც მინდოდა საუბარი ამ მნიშვნელოვანი თუ გაქვთ დრო ამისთვის. კი ბატონო, ცოტა. აი, მოკლედ რომ მოგვიყვეთ რა იყო ეს, რაშიც ნობელის პრემია დაიმსახურა თქვენო ორგანიზაციამ, რა პროგრამა იყო ეს? ხო, ჩემი კარიერა პრინციპში საერთაშორისო ორგანიზაციებში დაიწყო ქიმიური იარაღების აკრძალვის ორგანიზაციაში. სადაც 2000 წელს დავიწყე მუშაობა, ზუსტად 25 წლის წინ. ეს ორგანიზაცია არის გაერო სტრუქტურის ერთ-ერთი ესეთი ძალიან ეფექტური ორგანიზაცია, რომელსაც ევალება მთელ მსოფლიოში ქიმიური იარაღების განადგურების ვერიფიკაცია. ანუ დადგენა იმისი, რომ ქვეყნები თავის ვალდებულებებს ასრულებენ თუ არა. ხო, არსებობს ეს ქიმიური იარაღების აკრძალვის კონვენცია. ამ კონვენციის მიხედვით ქვეყნები, რომლებიც ამის წევრები ხდებიან, ვალდებული არის ერთი რომ თუ აქვს ქიმიური იარაღი დაადეკლარიროს და გაანადგუროს საერთაშორისო ვერიფიკაციის მექანიზმის ბეთვალყურეობით. ასევე ამ ეს ორგანიზაცია ეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ქიმიური იარაღი საერთოდ არ გააჩნიათ, რომ ქიმია გამოიყენონ მშვიდობიანი მიზნებისთვის. ეს ორი ძირითადი მიმართულება ძალიან დიდია. ამ ორგანიზაციას წევრი არის ყველა ქვეყანა, 3 ქვეყნის გამოკლებით, დღესდღეობით სულ 3 ქვეყანა აკლია. ალბათ გაინტერესებს ხა ვინ არის ეს 3 ქვეყნები: ჩრდილოეთ კორეა, ეგვიპტე და ისრაელი. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ხელი აქვს მოწერილი, უბრალოდ რატიფიცირება არ გაუკეთებია თავის პოლიტიკური მიზნების გამო. დანარჩენი მთელი მსოფლიო არის ამ კონვენციის ნაწილი. ყველაზე დიდი ფლობელი ქიმიური იარაღების იყო რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, მერე სხვა ქვეყნებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ორს ჰქონდა უზარმაზარი არსენალი დაახლოებით 40 მეტრული ტონა ქიმიური იარაღის. მე რო დავიწყე ორგანიზაციაში მუშაობა, მქონდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობები, კურირებდი ანტიტერორიზმის საკითხებს, კურირებდი თქვათ საკითხებს და ვიღებდი მონაწილეობას ერაყის ქიმიური იარაღის განადგურების საკითხებში, ლიბია, ბოლოს იყო სირია, რომ აი ამ სირიის დროს სირიის შემდეგ მოგვცეს ნობელის პრემია, მაგრამ ნობელის პრემია არ იყო მანდამაინც და მარტო სირიის გამო, ნობელის პრემია იყო იმის გამო, რომ იმ ეტაპზე ამ ორგანიზაციის მეშვეობით მოხდა დაახლოებით 99% ქიმიური იარაღის საერთოდ მთლიანად განადგურება დედამიწაზე. რაც ძალიან ისეთი შთამბეჭდავი შედეგი იყო, იმიტომ რომ ეს საშინელი იარაღი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არსებობს და პირველ მსოფლიო ომშიც გამოიყენეს, მეორეში კიდევ ცოტა უფრო ნაკლებად შემდეგ გამოიყენა, თქვა სადამ ჰუსეინმა ქურთების რეგიონების წინააღმდეგ, გამოიყენეს სირიაში და ბევრ სხვადასხვა ადგილებში და ასევე ტერორისტებს აქვს გამოყენებული და ეს კატასტროფული იარაღია, პრინციპში ამოღებულია დედამიწიდან და აღარ არსებობს. ოთხში საერთაშორისო ვერიფიკაციით ჩვენ ესე ვამბობთ, რომ 99% ხა სადღაც ვიღაცას თუ დამალული აქვს ერთია, მაგრამ ძირითადი ნაწილი განადგურდა და ეს იყო ეს. ხა დღესდღეობით ძალიან ხშირად ანალოგსაც მეკითხებიან, რომ აი შეგვიძლია თუ არა შევქმნათ ანალოგიური კონვენცია AI-სთან მიმართებაში და თქვათ რა პლუსებია და მინუსებია და არის ამ კონვენციას პრინციპში აქვს ის პოტენციალი, რომ რაღაცა მსგავსი შექმნას, ოღონდ ძალიან დიდი განსხვავებებიც არის. ხო, აი ყველაზე მთავარი განსხვავება, რომ ქიმიური იარაღი არის ფიზიკური, თქვათ, კანისტრაში ჩასხმული სითხე ან გაზი და AI არის კოდი. რომელიც სულ ვითარდება და ის არა და კიდე მეორე ის ძალიან დიდი განსხვავება რა თქმა უნდა, რომ
იმ ეტაპზე, როდესაც მოხდა ხელმოწერა ამ ქიმიური იარაღების აკრძალვის და ამ ორგანიზაციის შექმნის, პრინციპში პოლიტიკურად აღარავის აღარ ჭირდებოდა ქიმიური იარაღები, იმიტომ რომ უფრო მძლავრი იარაღებიც არსებობს. ხო, თქვა ატომური და ასე შემდეგ. და რომ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მოდი ეს არ გვინდა. ხო, აი მან ცოტა კარგად ვერკვევი, ქიმიური იარაღის რითი იყო მანამდე არსებულ სხვა იარაღებზე უფრო ძლიერი? ან მასშტაბის დაფარვის მასშტაბი ქონდა დიდი თუ აი რაში იყო საჭირო, ასე თქვა, რაში იყენებდნენ? რას, ქიმიური იარაღს? არა, ქიმიური იარაღი არის ერთ-ერთი მასობრივი განადგურების იარაღი, რომლითაც შეგიძლია თქვა დიდი რაოდენობის ადამიანები გაანადგურო, ხო, მოკლა. თუნდაც საბრძოლო ველზე ან ტერორისტულ მიზნების გამოყენებით ან რაღაცა სხვა საკითხებში, ხო? ხო, ის ნივთიერება ვრცელდება დიდ მასშტაბს ფარავს. ხო, რა უნდა შეასხარ, ან თვითფრინავიდან უნდა გადმოასხა, ან რაღაცა ესეთი იმითი, თქვა, აი სახანძრო მექანიზმებით შეასხა იქით ხარეს, ან თქო სხვადასხვა გავრცელების მეთოდები არსებობს ქიმიური იარაღის და რეალურად ეს პრობლემას უკრიდა, იმიტომ რომ ნებისმიერი გავრცელების, თქვა, მეთოდი ხო, ადამიანს ის არ არის, ბომბა ჩამოაგდო და აფეთქდეს. არა. ხო, მაგრამ არ უზრუნველყოფდა, რომ საკუთარ ხალხსაც არ დააზიანებდიან საკუთარ. და თქო პირველ მსოფლიო ომის დროს ძალიან ხშირად ხდებოდა ის, რომ თქო ასხავდნენ ამ ქიმიკატს, თქო მოწინააღმდეგეს და მერე ქარი, წვიმა, ასე შემდეგ აქეთი მეშვებოდა. რა ნივთიერებები იყო ეს? აი, არის ეგეთი სარინი, VX-ი. რამოდენიმე ძალიან ცუდი ნივთიერებები. აი, თქვა იყო ეგეთი კაზუსური მომენტი, მაგაზე მეც მუშაობდი. მოხდა ესეთი სიტუაცია, იმაში სადამ ხუსეინი რო ჩამოახჩეს თუ გახსოვთ. აი დაახლოებით ეს ჩვენ ცოტა კომიკურად ყვებით, აი მეორე დღესვე ლიბიიდან დაგვირეკეს, რომ ჩვენს გვაქვს ქიმიური იარაღი და გვინდაო რომ დავადეკლარიროთო. მოხდა პრინციპში ამ ქიმიური იარაღების დეკლარაცია და აღწერა და ქონდათ ესეთ ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, ორი სხვადასხვა ბუნკერი. სადაც ქონდათ შენახული. და დაიწყეს ამ დროს იქმნება ესეთი პროგრამა, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყანამ ეს იარაღები უნდა გაანადგუროს და ჩვენ ვაგზავნით ჩვენ ინსპექტორებს, რომლებიც ამას მონიტორინგს უწევენ და მერე ადასტურებენ, რომ გაანადგურდა თუ არა. თან ქიმიური იარაღის განადგურება საკმაოდ რთული პროცესია. რომ ამ ტოქსიკურ ქიმიურ იარაღს შენ ვერც წყალში გადაასხავ, ვერც მიწაში დამარხავ, არც ორთქლდება. ამას ჭირდება ქიმიური საწარმოს, პრინციპში ესეთი მინი საწარმოს აშენება, ზოგ შემთხვევაში არა მინი, მასიური, აი რუსეთში თქო სამი სპეციალური ქალაქია შენეს, სადაც ნადგურდებოდა ეს ქიმიკატები. და მე ეს ქიმიური პროცესის მიხედვით ხდება ამ მასალის ტოქსიციზმის იმ დონემზე დასვლა, როდესაც უკვე აღარ არის საშიში. ხო და ლიბიაში რა მოხდა? მოკლედ ეს დაიწყეს ეს განადგურება და ერთ-ერთი და ამ დროს დაიწყო იქ სამოქალაქო ომი და ერთ-ერთი ბუნკერი აღმოჩნდა არავის ხელში. არც აჯანყებულების, არც რეგულარული ლიბიური არმიის და ამ დროს იქ არის ძალიან ბევრი ქიმიკატი. და აი ჩვენ ორგანიზაციაში გაჩნდა საკითხი, რომ რა შვებით იმ შემთხვევაში, რომ აქ შეიძლება შევიდნენ, თუნდაც აი ეს აჯანყებული არმია და იქ შესვლა არ შეიძლება, იქ ხელი არ უნდა მოკიდო არაფერს, იმიტომ რომ ეგრევე უპავს და რაღაცა ვახერხებდით, რომ მიგვეწვდინა ხმა, აი ეს თუნდაც აი ამ პურტლების ჩამოყრით თვითფრინავიდან და თუნდაც სხვადასხვა მეთოდებით, რომ გაგვეფრთხილებინა ის ხალხი, რომ აი თუ ამ ბუნკერთან ახლოს მიხვალ, უბრალოდ აერიდე და ახლოსაც არ მიხვიდე, იმიტომ რომ ეს ძალიან ლეტალურია რა, ეს რაღაცები ხო. არ შევიდა არავინ დაგიჯერეს? არ შევიდა არავინ საბედნიეროდ, თორე იქ ძალიან დიდი უბედურება მოხდებოდა, ხო. შემდეგი მომენტი იყო აი ეს სირია, უკვე ეს ბოლო ეტაპი 2012 წლიდან დაწყებული, როდესაც სირიამაც დაადეკლარირა 1000 მეტრული ტონა დაახლოებით. და იქ იყო მთელი დიდი ოპერაცია, რომ როგორ მოხდეს ეს სირიის ქიმიური იარაღის განადგურება და არ შეიძლებოდა ამის გაკეთება სირიის ტერიტორიაზე, იქ დობის საკითხი იყო, საერთაშორისო ვერიფიკაციის ჩასვლა შეუძლებელი იყო, იქ ომი მიდიოდა და ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა განადგურებულიყო ხმელთაშუა ზღვაში, ოღონდ დიდ ტანკერებზე, რომელიც გამოყოს სკანდინავიურმა ქვეყნებმა, იქ დამონტაჟდა ეს მექანიზმები, სადაც და გადმოვიტანეთ ისე ყველაფერი და დაჭირდა რა თქმა უნდა
დაახლოებით 1 წელი ამის განადგურებას, მაგრამ ნუ ეს ოპერაცია იყო საკმაოდ წარმატებული და ნუ ეს იყო ის ბოლო მომენტი, როდესაც გამოცხადდა ნობელის მშვიდობის პრემია უკვე ჩვენ ორგანიზაციას, ჩვენ მოგვენიჭა, ნუ ინდივიდუალურადაც და ორგანიზაციასაც. უკვე წლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და ნუ ეს ბოლო დაგვირგვინდა, რომ ეს სირია გახო. ეს ორგანიზაცია დღეს ფუნქციონირებს. ჩვეულებრივად ძალიან კარგად ფუნქციონირებს, არსებობს, მუშაობს. და მანდესია რომ ორგანიზაციის იმ ორგანიზაციის ყველა წევრი ითვლება ნობელის პრემიის მიმღებად? არა. თუ ვინც ხო გამოარჩევენ. თვითონ ორგანიზაცია და ნუ ეს გუნდები ვინც ამაზე მუშაობდა. ნუ მაგ მომენტში ვინც იქ იყო. ხო, გასაგებია. ანუ ეს თქვენთვის რამე სტატუსი არის რომ რაღაცა ესეთი თქვენ ბიოგრაფიას უკითხავთ ნობელის პრემიის მიმღები პირი ესე ხო ეგრე არის კი ზუსტად ეგრეა ზუსტად გვაქვს თუ სერტიფიკატიც და მედალიც და ნუ პრინციპში ძალიან საამაყოა ხა ეს თემა რომ თქვენ მუშაობთ ისეთ ორგანიზაციაში იმ დროს როდესაც ჩვენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მივიღეთ თქვენ აი იმ აქტივობების და იმ სამუშაოების გაწევისთვის რაც თქვენ გაკეთდა ამ წლებში ესეთი საქმეები რო გაქვთ და ესეთი საქმეები გაბარიათ უშიშროების სამიზნე არ ხართ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ალბათ ვარ სამსახურების ალბათ ვარ ხოლმე არ ვიცი ეხა ესე იყო ეგეთი მომენტები მე არ შეგეჩვენებთ რომ გითვალთვალებთ იყო რაღაც კი იყო ეგეთ რაღაც ქვეყნებში ქონდა თქვა აი მithumetes აი ეს ბოლო რამოდენიმე ქვეყანა რაც ვახსენე იქ ჩასვლის დროს იყო კი როდესაც თქვა from ხო იყურებენ ანუ რაღაცა ეს ამან უნარჩვები გამოგემუშავათ განსაკუთრებული სიფრთხილისა და რამე ეგეთი არ ვიცი ხო მე თბილისის 90-იან წლებში ვარ გაზრდილი და მე მგონი აი მან უფრო გამომიმუშავა ძალიან ბევრი უნარჩვები ვიდრე აი ამ დანარჩენმა ყველაფერმა სხვა ამიტომ ვისაც გამოცდილი გვაქვს თბილისის 90-იანი წლები იმათ არანაირი სპეციალური ტრეინინგი არ გჭირდება მე მგონი არაფერში ხო რაც ძალიან შორს იყო ხელოვნური ინტელექტისგან ხო ეპოქათან პლუს ძალიან შორს იყო ხელოვნური ინტელექტისგან მიუხედავად იმისა რომ ბევრ ჩვევებს გინვითარებდა რა თქმა უნდა ხო ნუ ახლა როგორც მე მახსოვს რომ აი ჩემი სახლიდან თქვათ უნივერსიტეტში რომ მივსულიყავი აი ბევრი სხვადასხვა გზა უნდა გაგვიარა ფეხით რომ უსაფრთხოდ ვისულიყავი და გადაბრუნებულიყავი ხო თუნდაც კარგი ბოლო შეკითხვა რა არის ცხოვრების აზრი დიდი კითხვაა ნუ ალბათ ბედნიერება არის ცხოვრების აზრი ალბათ არის რა ვიცი აი იმ გარემოში ყოფნა სადაც შენ კომფორტულად გზნობ თავს ბედნიერად გზნობ თავს და გაქვს საშუალება რომ განვითარდე და საინტერესო რაღაცები გააკეთო კარგი ალბათ მოვა სუპერ ინტელექტი თუ გვეტყვის მე რამე საინტერესო ეგეც ნახოთ არ ვიცი ან გვეტყვის ან არ გვეტყვის ან საერთოდ არ შეგვეკითხება არაფერზე იმედია ხო იმედია რომ შეგვეკითხება მაგრამ ნუ არ ვიცი ხო კარგი ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ ვიცი რომ ჩამოდიხარ ცოტა დრო გაგვთ იმისთვის რომ გული იჯეროთ აქ ყოფნით და მადლობა რომ ამისთვის ამ ჩვენი პოდკასტისთვის დრო გამოყავით წარმატებები ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის წარმატებებს გისურვებთ შემდეგ ჩამოსვლებზეც თუ მოახერხებთ კიდე ბევრი სიახლე იქნება დაგროვებული და აუცილებლად ვისაუბროთ წარმატებებს გისურვებთ მაყურებელს ვეც შევახსენებ რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ სოკარი და BTU არ დაგავიწყდეთ რომ არხი გამოიწეროთ ვიდეო და ლაიქოთ და შევხვდებით ერთ კვირაში დიდი მადლობა